სადაც არსებობს პოლიტიკური მოტივი, იქ სასამართლო არის აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. მაიდანიზაციის პროცესში მონაწილეობთ თქვენ და თქვენ ამას ემიჯნებით, აი მე ეს კითხვა მაქვს. აი ეს ცალკეული შემთხვევა ჩემთვის და მოქალაქეებისთვის არის საკამარისი იმისთვის, აბლებში გამომწვეული დომინანტური მოსაზრებებიდან გარღვევას იმით ვცდილობთ, რომ დავანებოთ თავი მოწინააღმდეგისთვის რუსულის სახილს. თანამდებობისთვის შეუფერებელი ენა არის და რა გვინდა მოლოტოვის კოქტეილის სროლა? ხო, ადამიანის ფუნდამენტური უფლება არის პოლიტიკური აზრის გამოხატვა. არა, ეხლა მაწყვეტინებ თუ არ მაწყვეტინებ? კი, როგორც მაიცა რატომ მაწყვეტინებ? დავამთავრებ პიროვნულ შეურაცხყოფას თავი დაანებოთ. იმიტომ რომ ამაზე შევთანხმდით, როცა აქ თქვენ თქვით რომ არ არსებობს მიჯნა პოლიტიკურ მოსაზრებას გამოხატვასა და რევოლუციურ ქმედებებს შორის. ხელისუფლება მხოლოდ ძალის კანონით ელაპარაკება თავის მოქალაქეებს და ლიბერალური ავტორიტარიზმი და ნარატიული ჰეგემონია ნაცვლდება თანდათანობით ეროვნული და სუვერენისტული ხედვით. რაც თქვენზე მეტყველებს როგორც პიროვნებაზე. დავამთავრეთ ახლა ორივე. დავამთავრეთ, იმიტომ რომ გამარჯობა და მადლობა რომ 64-ის დებატებს უყურებთ პოდკასტების სერიაში პოლიგონი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ კი მობილურის გარდა სხვა მოწყობილებით, მაგალითად ტელევიზორის ეკრანიდან გვიყურებთ. აი ახლა გამონაცდება QR კოდი, მოაქციეთ ის მობილურის კამერის ობიექტივში და მისი დახმარებით მარტივად შეძლებთ ჩვენს გამოწერას და გულწრფელად გეტყვით, არ დაგიმალავთ რომ ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება. დღეს ჩვენი დებატების მაგიდის ერთ მხარეს არის ოთარ ჭულუხაძე, ის არის ტელეარხ პოსტევის ანალიტიკოსი და ფილოსოფიის დოქტორი, მეორე მხარეს კი ხედავთ გიორგი გოტაჭანტურიას. ის ერთ-ერთი სახე არის საზმაუს მარშის, ასევე წარმოადგენს მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. თუმცა იქამდე ვიდრე გამოჩნდებოდა პოლიტიკაში, პოლიტიკურ აქტორად, მას ვიცნობდით როგორც განათლების საკითხთა მკვლევარს და დღეს ასე ვთქვათ ორივე მხარისგან მოისმენთ დებატებს ფიქრობ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე. ერთი ეს არის პოლარიზაცია, მეორე საკითხი იქნება გვაქვს თუ არა სამართლებრივი სახელმწიფო. მოგესალმებით, მადლობა ორივეს თანხმობისთვის და თავდაპირველად გვინდა ხოლმე მოვისმინოთ რა მოტივაციით მოხვედით ჩვენს დებატებში. დავიწყოთ ოთარის. დაახლოებით ერთ წუთში რომ გვიპასუხოთ. მოგესალმებით, მე მივესალმები ესეთ წამოწყებებს, სადაც განსხვავებული აზრის ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან დისკუსია და ჩემი мотиваცია პირველ რიგში იყო ეს და მეორე ის რომ თქვენი ფორმატი არის დასახსრული და ასე თუ ისე იდეაში მაინც ერთმანეთის პატივისცემაზე დამყარებული და რაღაც აზრით ეს ორგანიზების გამო გადავწყვიტე რომ მოვსულიყავი თქვენს გადაცემაში. მადლობა კოტა. დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ნამდვილად ესეთი ფორმატები, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში პრაქტიკულად წლებია უკვე არ გვაქვს და ეს ამ თემასთანაც არის ზუსტად დაკავშირებული. მაგრამ ჩემი თავარი мотиваცია იყო, რომ ის სათქმელი, რასაც ვთქვათ, აგერ ფაქტიურად 1 წლის განმავლობაში ვაჟღერებთ, ოპონენტის წინაშე მეთქვა და ის სიმართლე, რაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს არის, ის ხმამაღლა კიდევ ერთხელ გამეჟღერებინა და იმ აუდიტორიისთვისაც მიმეწვდინა, ისათანაც ოთარს აქვს ამ შემთხვევაში შეხება და ჩვენ ნაკლებად გვაქვს. მადლობა, ჩვენ კი ჩვენი მხრივ აი ამ კონკრეტული ეპიზოდითაც გავაგზავნებთ ჩვენ ცდილობას რომ შექმნათ საუბრის პრაქტიკები ერთმანეთის მიმართ, პოლიტიკური შეხედულებებით უკიდურესად ასე ვთქვათ დაპირისპირებულ მხარეებს ან აქტორებს შორის და ამას ვაკეთებთ იმიტომ რომ ჩვენთვის პროექტის 64-ის აუდიტორიისთვის მოსაზრებების მრავალფეროვნების ჩვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვინდა რომ აუდიტორიაც აი ამ ნიშნით ხედავდეს რომ აი 64-ზე არსებობს სასაუბრო და სადებატო სივრცე, სადაც პირდაპირ ვიტყვი რაღაც აბლებში გამომწვეული დომინანტური მოსაზრებებიდან გარღვევას იმით ვცდილობთ რომ თქვენ შეგეძლოთ ერთ ეკრანზე სხვადასხვა პოლიტიკური ასე ვთქვათ პერსპექტივებიდან მოისმინოთ მოსაზრებების ჭიდილი. მე მქვია გიორგი გიორგაშვილი, 64-ის ჟურნალისტი და აი ამ პოლიტიკური დებატების მოდერატორი ვარ. რაც შეეხება ჩვენს სტუმრებს, ჩვენი ფორმატის თანახმად ისინი ახლა უკვე საკუთარ თავს თავადვე წარადგენენ. მე მოკლედ გითხარით მათზე. მოდი გოტა პირველ რიგში თქვენ მოგცემთ პირველ 1 წუთს და გვინდა გითხრათ თუ ვინ ხართ და რა ინტერესი და мотиваცია გაქვთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. კი ბატონო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე წარმოვადგენ მოძრაობას სოციალური დემოკრატიისთვის, რომელიც არის მემარცხენე მოძრაობა, მაინც საკმაოდ ეკლექტური, 1 წელია რაც ეს მოძრაობა ჩამოყალიბდა და ვცდილობთ რომ მემარცხენე დღის წესრიგი პოლიტიკაში შემოვიტანოთ. ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, თუმცა გვჯერა რომ დემოკრატია ვერ იქნება თუ ის არ არის სოციალური. გარდა ამისა, როგორც ასევე თქვენ აღნიშნეთ, ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის
არის პროტესტის აქტიური მონაწილე და მეტიც ორგანიზატორი, თუმცა ჩვენი ეს პროტესტი არ მიემართება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს მიემართება ზოგადად პროპაგანდას ქვეყანაში, მათ შორის პოზიტივის პროპაგანდასაც და მათ შორის ჩემი მოტივაცია აქ მოსვლის ეს იყო, რომ აი ამ პროპაგანდაზე მესაუბრა და გარდა ამისა ვარ განათლების მკვლევარი, მასწავლებელი, თუმცა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არსებული რეპრესიების ფონზე სამწუხაროდ ბოლო 1 წელია ამ საქმეს ვეღარ მივყვები. ხო, ეს არის ძირითადად. დიდი მადლობა, ოთარ, თქოთ. მე ვარ ოთარ ჭულუხაძე, ფილოსოფიის დოქტორი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, პოლიტიკური შეხედულებით ვარ ეროვნულ დემოკრატი, მგონია რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი არის ის უმთავრესი ღირებულება, რომლის გარშემოც უნდა გაერთიადნენ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური აქტორები. მგონია რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადაიდგა დადებითი ნაბიჯები, თუმცა გასაკეთებელი ამ მხრივ კიდევ ბევრია. მგონია რომ ეკონომიკური ფორმაციის როგორც თავისუფალი ბაზის, ისე სოციალური სახელმწიფოს იდეების შერწყმა ჰიბრიდული მოდელი არის ის ოპტიმალური, რაც სახელმწიფო სუვერენიტეტს არგებს, ოღონდ სახელმწიფოს ესეთი დირიჟორობით, ხო, ამის მოდელი არის იგივე ჩინეთი და კიდე სხვა სახელმწიფოები და მგონია რომ ამ მიმართულებით საქართველოში ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი და თუმცა არის ასევე ბევრი გაკეთებული და ვართ აი მგონია რომ ვართ პოსტსაბჭოთა ეპოქიდან გამოსვლის პერიოდში და მე მგონია რომ ამაში ჩემი წვლილის მცირე წვლილი შემოგვს. დიდი მადლობა და აქვე ძალიან მოკლედ ვეთქვი ჩვენი ორი მთავარი წესის შესახებ, რომ კიველოდებით თქვენგან ძალიან ცხარე და არგუმენტირებულ დებატებს, თუმცა ისე რომ არ დაირღვეს ჩვენი დებატების ორი ძირითადი წესი, ერთი რომ არ გამოიყენოთ მხარეებმა ერთმანეთის მიმართ არანორმატიული შეურაცხყოფელი ლექსიკა, ისევე როგორც მესამე პირების მიმართ და მეორე არის საუბრობთ მაშინ, როდესაც თქვენი ოპონენტისთვის განსაზღვრული დრო იქნება ჩართული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გიყურებთ და წარმოგიდგენთ ჩვენი დებატების პირველ საკითხს, ეს არის პოლარიზაცია. პოლარიზაციის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ მხარეთა, ასე ვთქვათ, აღქმები, მხარეებად დაყოფილი საზოგადოების აღქმები ძალიან განსხვავდება იმის შესახებ, თუ როგორ საზოგადოებაში და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. აი ამ ბლოკში გვინდა რომ ვისაუბროთ რა იწვევს ამას, ანუ რა არის, ასე ვთქვათ, მიზეზები, მაგრამ მოდი დავიწყოთ შედეგით. შედეგი ესე რომ მე თქვენ მოგცემ თავდაპირველად 2 წუთს იმისთვის რომ გითხრათ თქვენ თითოეული თქვენგანი როგორ აღიქვამს იმას თუ დღეს როგორ სახელმწიფოში ცხოვრობს და მე მგონია ეს უკვე თავიდანვე კარგად გვაჩვენებს თქვენი აღქმების განსხვავებას. აი ამ შემთხვევაში მოდი დავიწყოთ უკვე ოთარის 2 წუთით, ანუ ოთარ, ჩვენ შეკითხვა არის თქვენი აღქმით დღეს როგორ სახელმწიფოში ცხოვრობთ. ჩემი აზრით ეს არის სახელმწიფო, რომელიც ნელ-ნელა გამოდის პოსტსაბჭოთა მანკიერებიდან და ეს მანკიერება იყო ლიბერალური ჰეგემონური ნარატივი, რომელიც ყველა განსხვავებულ ნარატივს მიიჩნევდა რუსულ ნარატივად, რომელიც მიიჩნევდა რომ ლიბერალიზმი არის ერთადერთი და განუხრელი ჭეშმარიტება, რომელიც მიიჩნევდა რომ დასავლური ლიბერალური აქტორებისადმი უნდა ქონოდა ესე იგი მორჩილება და მგონია რომ სახელმწიფო ამიდან აქედან გამოდის. მე არ ვფიქრობ რომ საქართველოში ყველაფერი იდეალურად არის, თუმცა მგონია რომ გარკვეული ტიპის წინსვლები განსაკუთრებით ბოლო 4-5 წელიწადში გვაქვს. პირველ რიგში ეს არის სუვერენიტეტის მიმართულებით, რაც დაჩქარდა უკრაინა-რუსეთის ომის შედეგად და მგონია რომ ქართული სახელმწიფო თანდათან დგება ფეხზე და ამ მხრივ მგონია რომ ის ლიბერალური ავტორიტარიზმი და ნარატიული ჰეგემონია ნაცვლდება თანდათანობით ეროვნული და სუვერენისტული ხედვებით. კეთილი, თქვენ მოიტოვეთ დრო, დიდი მადლობა. გოტა. როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თქვენი აღქმით? ძალიან მარტივად და ძალიან კონკრეტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ და ავტოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც პრინციპში ერთი ადამიანი განაგებს ყველაფერს აბსოლუტურად და აი როდესაც ოთარი მორჩილებაზე საუბრობდა, მთელი სახელმწიფო აპარატი არის ამ ადამიანის მორჩილი და მისი პრაქტიკულად მისი ნების წინააღმდეგ ვერ მიდის ვერც საპარლამენტო, ვერც აღმასრულებელი, ვერც სასამართლო ხელისუფლება ყველა მიმართულებით, ხო, აი რაღაცა
წინ გადადგმული ნაბიჯები ახსენეს, ეს ეკონომიკური, სოციალური კუთხით იქნება, ყველა მიმართულებით ჩვენს მოსახლეობას აქვს პრობლემები, ეს იქნება ჯანდაცვის მიმართულებით, ეს იქნება განათლების მიმართულებით, სადაც ბავშვები პირდაპირ ვიტყვი რომ შიმშილობენ და ამაზე უამრავი კვლევა გვაქვს ჩვენ ჩატარებული, სოციალური კუთხით, სადაც ემიგრაცია, როდესაც თქვათ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პირდაპირ გარბის ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ სურს ცხოვრება ზუსტად ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ ეს შეგვიძლია დაუსრულებლად გავაგრძელოთ, ამიტომ ეს ნარატივი რომ რაღაც სუვერენიტეტი თუ რაღაც მსგავსი ტიპის ნარატივი შეიძლება ეს რაღაცა თეორიაში წარმოვიდგინოთ, მაგრამ პრაქტიკაში ხალხი ამას ვერ გრძნობს, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ, ხო, ეს არის ავტოკრატია, აბსოლუტურად არასამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პრინციპში ხელისუფლება მხოლოდ ძალის კანონით ელაპარაკება თავის მოქალაქეებს და ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის დასჯადი პირდაპირ, ხო? ჩვენ ქვეყანაში ადამიანები ჟიან Facebook-ზე განთავსებული პოსტებისთვის, ჩვენ ქვეყანაში პირბადეების გამო დასდევენ ადამიანებს და ხო, ანუ ეს არის წარმოუდგენელი მოცემულობა, რაც შეგვიძლია რომ მე კიდე გავშალოთ. დიდი მადლობა. ნუ აი ხო თქვენ ორივეს ყურადღებით გისმენდით და აშკარა რამდენად განსხვავებულად აღიქვამთ რეალობას. ძირითადად თქვენ მიიჩნევთ, რომ ახლა მიმდინარეობს ლიბერალური ჰეგემონიისგან, ასე ვთქვათ, გათავისუფლების და სუვერენიტეტის გამტკიცების პროცესი და გოტა მიიჩნევს, რომ ეს არის ავტოკრატიული გარემო. შევეხებით ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას მეორე ბლოკში, მაგრამ დავიწყოთ მოდით პოლარიზაციით და მოდით ამ შემთხვევაში მე შემოგთავაზებთ ჩვენს სადებატო დებულებას, რომელსაც პირველ ბლოკში დავაფუძნებთ ქართული ოცნების ნარატივს და ეს დებულება არის შემდეგი. პოლარიზაციას იწვევენ ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკური, აქტივისტური და მედია ორგანიზაციები. თქვენ წინ არის ორი ბარათი, გთხოვთ შესაბამისად თქვენ მოსაზრების შესაბამისად გვაჩვენოთ ეთანხმებით ამ დებულებას თუ არ ეთანხმებით. მადლობა. ეხლა მე დაგითმობთ 2 წუთს ვიდრე ღია დისკუსიაზე გადავალთ იმისთვის, რომ გაგვაცნოთ თქვენი ძირითადი პოზიცია იმის თაობაზე თუ რატომ არ ეთანხმებით, ასე ვთქვათ, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ აი ამ სადებატო დებულებას. დავიწყოთ გოტა თქვენ. კი ბატონო. ხო, ანუ ქვეყანაში სადაც პრინციპში 13 წელია ხელისუფლება პრაქტიკულად აკონტროლებს ყველა ძალაუფლების შტოს, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურები, სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, რთულია რომ იქ ვისაუბროთ, თქვათ, სხვების მიერ რაღაც პოლარიზაციის გაღვივებაზე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა სადისკუსიო სივრცე, აი რატო არის ეს თქვენი სივრცე გამონაკლისი, ხო? ყველა სადისკუსიო სივრცე მედია საშუალებებში არის დახურული, ხო? და ესეც იწვევს მათ შორის ამ პოლარიზაციას. ჩვენ ამას ხედავთ არა მხოლოდ უკრაინის ომის დროს, არამედ იქამდე წლებით ადრე დაიწყო ეს პოლარიზაცია, როდესაც მედია საშუალებებში პირდაპირ თქვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას და განსხვავებულ აზრს პირდაპირ არ მიიღებენ. გარდა ამისა, ხო, როდესაც თქვათ ისინი პირდაპირ რიტორიკის დონეზე, ხო, ადამიანებს ეძახიან რადიკალებს, ხო, უსამშობლოებს, აკაცუკებს, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ცხადია იკვეთება, ხო? ანუ ჩვენ ახლა თუნდაც აქედან რუსთაველზე რო გავიდეთ, ნახავთ თუ რამდენად მრავალფეროვანი საზოგადოება არის წარმოდგენილი. ეს არის შესაბამისად მიზანმიმართული კამპანია ადამიანების დეჰუმანიზების და წარმოჩენის, რომ ისინი რაღაცა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას მაგალითად წარმოადგენენ. შესაბამისად ეს არის ხელისუფლების მხრიდან ნაწარმოები პირიქით იმისთვის, რომ თავიანთი უნარობა იმ პრობლემებს გაუკლავდნენ, რაც ჩვენ ქვეყანას უდგას, რაღაცნაირად ჩაახშონ. ეს არის, აი ვიცი, აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული სახელმწიფოების არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვაგანაც. დიდი მადლობა, 30 წამი მოიტოვეთ. გისმენთ, ნოტარ. ჩვენ ესე იგი რაღაც აზრით ამ სანამ კითხვას გავწევთ, მცირე ექსკურსით უნდა გავაკეთოთ თანამედროვე უახლესი საქართველოს ისტორიის 2012-დან დღემდე, ხო? რეალურად 2012 წელს ჩანაცვლა მართლა ავტოკრატიული ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობები და შემდეგ კოჰაბიტაციის 6 წელი. კოჰაბიტაციის 6 წელში იყო ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების დადიოდნენ ოპოზიციურ არხებზე და პირიქითაც. უბრალოდ შემდეგ როგორც ჩანს ჩაეშვა ის პროექტი, რომელიც გულისხმობდა
ასე ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ასე ვთქვათ, რეალურად ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა შეიძლება ოპონენტს არ მოწონდეს ეს ფრაზა და თავს დისტანცირებას ახდენდეს ამისგან, მაგრამ რეალურად ეს ძალები არსებობს და მე შეგახსენებ ძალიან მოკლედ იმ ისტორიას, რაც ჩვენ გავიარეთ. ეს იყო 2019 წელი, გავრილოვის ეგრეთ წოდებული ღამე, პარლამენტზე შტურმის ღამე, 2020 წელი ეს იყო არჩევნები გაყალდა ორკესტრირებული, ასე ვთქვათ, ოპოზიციის მიერ ორკესტრირებული ეს რაღაცა ვაკხანალია, რომელსაც სხვათაშორის ევროკავშირი ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს. შემდეგ ეს იყო 2021 წელი, როდესაც სააკაშვილი შემოვიდა და ვიცით რომ ეს არ ყოფილა კეთილი მიზნებით, 22 წელი ეს იყო ომში ჩართვის რიტორიკა, 23 წელი ეს იყო გამჭვირვალობის კანონი და მოლოტოვების კოქტეილის სოლა, 24 წელი იგივე ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე და 2025 აი ამისი ანასხლეტი რაც არის ეხა რეალურად რასაც ოპონენტი უწოდებს აი ამ განგრძობად პროტესტ. აი აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რატომ ხდება მაგალითად ვიღაცას რატო ეძახიან პირობითად უსამშობლოს, ხო? რეალურად ჩვენ ვხედავთ რომ არის მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც რო დავაკვირდე არის რბილად რო ვთქვათ არასუვერენისტული, მე გულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და ვიმეორებ ეს არის რადიკალური ოპოზიცია და შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს ესეთი ტიპის პოლარიზაცია. იყოს პოლიტიკური კულტურა მათი მხრიდან და მე არ გონია რომ ვინმე უარი თქვას, ასე ვთქვათ, ამ მაღალ კულტურაში მონაწილეობაზე. დიდი მადლობა. მოხარული ვიქნებით თუ კი ასე ვთქვათ საუბრის შესახებ თქვენს აი ამ ნათქვამს მათ შორის დებატებში საუბრის შესახებ გაიზიარებს ქართული ოცნებაც. აქვე პატარა ახსნა ჩვენი მაყურებლისთვის რამდენიმე ასე ვთქვათ ერთი კვირით დავაგვიანეთ ახალი ეპიზოდის ჩაშვება, იმიტომ რომ ჩვენ ვემზადებოდით განათლების შესახებ რეფორმის ირგვლივ დებატების გამართვისთვის და ჩვენ გქონდა მცდელობა რომ განათლების სამინისტროს წარმოედგინა და დაეცვა ის პოზიციები, რომელიც ამ რეფორმის თაობაზე ჯერ პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, შემდეგ უკვე სამინისტროს წარმომადგენლებისგან, მაგრამ მათგან საბოლოოდ ვერ მივიღეთ უარი. იმედია რომ მათი მიმართებაც საბოლოოდ შეიცვლება და ისინიც მიიღებენ ჩვენს შემდეგ დებატებში მონაწილეობას. ახლა კი უკვე გადავდივართ ჩვენ დებატების 20 წუთეულში. აი აქ გვინდა რომ შეეხოთ ისეთ საკითხებს, თქვენ როგორც გნებოთ ისე წარმართეთ პოლარიზაციის ირგვლივი დისკუსია, მაგრამ ჩვენ მაინც გვაინტერესებს რაღაცნაირად მოიხაზა მიზეზები, რამაც ეს შეიძლება გამოიწვიოს და აი აქ ამ მოცემულობაში დღეს რატო ვერ ხერხდება იმის გაანალიზებით, რომ პოლარიზაცია სინამდვილეში ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი, ასე ვთქვათ, მტრის მთავარი მიზანია, ხო, პოლარიზაცია. ჩვენ ვართ იქ, სადაც ვაღიარებთ, რომ ვართ პოლარიზებულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ პოლარიზაციაში, მაგრამ მაინც ვერ პოულობთ საერთო სასაუბრო ენას. აი რა როლი აქვს ამაში ინფორმაციას, რისკიანს მიუთითებს ხოლმე თქვენი მარშებიც, ვთქვათ, პროპაგანდას რა წილი აქვს და როგორ უნდა დავიწყოთ საერთო სასაუბრო ენის გამონახვა. თავისუფლად შეგიძლიათ რომ მომდენო 20 წუთის განმავლობაში ორივე თქვენგანმა ისევ გოთანას. კი ბატონო, ხო, ანუ მე რაც ვთქვი, ხო, ანუ პოლარიზაცია არის ინსტრუმენტი ხელისუფლების მიერ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. მაშინ, როდესაც ის არის უნარო, რომ ვთქვათ, ის პრობლემები გადაჭრას, რაც საზოგადოებას აწუხებს, ხო? იქნება ეს ეკონომიკური კუთხით, სოციალური კუთხით, განათლება, ჯანდაცვა, ემიგრაცია, ასე შემდეგ, ხო? მაშინ ეს არის ინსტრუმენტი, რომ შენ წარმოაჩინო საზოგადოებას შორის დაპირისპირება და შემდეგ ვთქვათ, წარმოაჩინო თითქოს ამის მოგვარებას ცდილობ და ამის საუკეთესო საშუალება არის ეს პროპაგანდისტული მედიები, ხო, მათ შორის რომლებიც სიძულვილს, აგრესიას პირიქით აქეთ აღვივებენ, ხო, ერთ-ერთი საუკეთესო ამის მაგალითი არის პოსტივი, ხო, რომელსაც ჩვენ რო შევხედოთ მის საეთერო ბადეს, ენას, რიტორიკას, ოღონდ ეს წლებია გრძელდება, ხო, ეს არ არის რომ დღევანდელი ან გუშინდელი თემა, ხო, ან თუნდაც რაღაც არ ვიცი 2 წლის წინანდელი ან 3 წლის წინანდელი თემა, ხო? ანუ ის ენა, რასაც ზიზღის ენა, რასაც პოსტივი იყენებს, ეს არის ანუ აბსოლუტურად მართლა ყველა ზღვარს გადაცილებული და აბსოლუტურად ჩემთვის მაგალითად მართლაც რა ვიცი ფსკერს მიღმაც არის, ხო? აი თუნდაც აი ხლა ამოვიღე სულ რამდენიმე დღის წინანდელი მაგალითები, ხო? როგორ თქვათ წარმოაჩენენ მაგალითად დევნილ ადამიანს, აზაჩილაჩავას, ხო? როგორ წარმოაჩენენ, რომ აი გადაკეტა გზა, რომელიც სხვა დევნილებს არ უშვებდა და ასე შემდეგ, ხო? სხვა ადამიანებს, ხო? თუნდაც მოშიმშილეებს როგორ წარმოაჩენენ, სინდისის პატიმრებს როგორ წარმოაჩენენ და შესაბამისად მე არ უნდა გაგვიკვირდეს, ხო? როდესაც ანუ თან
აი პოზიტივი ხო ეკონომიკურ საკითხებზე რო საუბრობთ, ბოლო 2 თვის განმავლობაში $70,000-მდე არის დახარჯული იმ რეკლამაზე, რომ რაც შეიძლება მეტი აუდიტორია მოეცვათ, ხო? ეს არის სხვა ტელევიზიების, მათ შორის აი თქვა ლიბერალურ დღის წესრიგზე როცა ვსაუბრობთ და მათი მედია საშუალებების ხელმძღვანელები ვინ არიან, რო შევხედოთ, ხო? ეს არიან ელიტები, ეს იქნებიან ბატონი ჯაფარიძე იქნება, თუ რუხაძე იქნება, თუ სხვები, ხო? იმედის, რუსთავიორის, ხო? ანუ ვინც ფლობს მთლიანად მთელ რესურსს ამ ქვეყანაში და მე ცხადია ამ საინფორმაციო, თქვა, საშუალებებით ცდილობენ რომ ეს ნარატივები დაამკვიდრონ. ამიტომ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე რაც შეეხება, ხო, ისიც, ანუ ვასილ მაღლაფერიძე, ირაკლი კობახიძის მოადგილე, პირდაპირ არის დანიშნული იქ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა გაატაროს და აქ რა არის გასაკვირი, ხო? ანუ ჩვენი მოთხოვნა სხვა შორის პირველ შეხვედრაზე მათი თანხმობა იყო, რომ აი ჩვენ პოლიტიკოსებს მოუშვებთო და კი ბატონო, ეს ეთერი ღიაა პოლიტიკოსებისთვის. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეთერი ხალხს დაუთმეთ, ხალხი ალაპარაკეთ, ხალხი მიუშვით და ეგრევე ჩაგვიკეტეს კარები. სინდისის პატიმრებისთვის ჩვენ 6 თვეა ეთერს ვითხოვთ და აგერ ჩაკეტილია ბატონო კარები. ჩვენც აგერ პოლიტიკური მოძრაობა დავაფუძნეთ და არავინ იქ არ გიშვებს, ხო? იმიტომ რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, არავინ იქ შეურაცხყოფას არ აყენებდა არც დინათინ ბერძენიშვილს, არც თქვათ მათ იმას, რა ქვია, წამყვანებს, ხო? ჩვენ ნახეთ რეპრესიები მათი ესე იგი ჟურნალისტებისადმი გამოაგდეს სოლიდარობისთვის, გამოაძევეს ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი, რაზე არის აქ ლაპარაკი, ხო? ამიტომ ეს არის უბრალოდ ტყუილი კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ აი ამ ელიტებმა შეინარჩუნონ თავიანთი ძალაუფლება, რაც ეხლა ეგერ რომ მოვდიოდი, ბატონ ჯაფარიძის ქონებას უყურებდი. აურაცხელი ქონება აქვს ამ ადამიანს, ისევე როგორც ირაკლი რუხაძეს, ხო? და ანუ რაზე არის ლაპარაკი? მე მგონი ჩვენი საზოგადოებისთვის, ხო, ეს პოლარიზებაც თქვა გასაგებია, რომ ნაწარმოები არის ამ პროპაგანდისტული მედიების და ხელისუფლების მხრიდან, როცა წლების წინ ეს არ ხდებოდა, ხო? მაგალითად, როდესაც ბიძინა ივანიშვილი უმცირესობების უფლებებზე 2013 წელს საუბრობდა, უცბად გაჩნდა ეხლა უმცირესობების უფლებები პრობლემა, ხო? რატო? იმიტომ რომ ეს ეხლა არის მათ ინტერესებში და თუ აღარ იქნება, ესეც შეიცვლება, ხო? ეს არის მოკლედ თავარი პრობლემა. ბევრ თემა შეეხო ოპონენტი და თემატურად მივყვები მაშინ მეც, ხო? საუბრობთ ავტორიტარიზმზე. შეგიძლიათ აი მაგალითად დამისახელოთ რომელ ევროპულ შეიძლება არის ასეთი ქვეყანა, მაგრამ არის თუ არა ავტორიტარიზმი ის, როდესაც მაგალითად ფუნქციონირებს 5 და მეტი ოპოზიციური ტელეარხი, ფუნქციონირებს ბევრი პოდკასტი, მათ შორის ბევრი, ანუ გულისხმობ YouTube პოდკასტ, რომელიც არის ასე ვთქვათ, ხშირად ოპოზიციურად განწყობილი, არაპროსამთავრობო როგორც მინიმუმ. ეს ერთი. შემდეგ, რაც შეეხება პოლარიზაციას, მოდი ეხლა ჩვენ რაღაც იოლად ვიყენებ სინდისის პატიმრები, ეს, მაგრამ მოდი გავიხსენოთ საერთოდ რა ხდებოდა და რომელი ჯგუფები დგანან იქ. აი მაგალითად, გავიხსენოთ აი ესეთი რაღაცა. ჩვენ გვახსოვს რა ქვია, ჩვენ გვახსოვს ესეთი რაღაცა, რომ როდესაც საქართველოში იყო დაძაბულობა და როდესაც საქართველოს რეალურად ითრევდნენ ომში და ეხლა ძალიან გთხოვთ, რომ თუ ამაზე მეტყვით, რომ ეს არის ოცნების პროპაგანდა, მე შემიძლია მიგითითოთ ვიდეოზე, რომელიც არის YouTube-ზე სახელწოდებით დიახ ომი მინდა, ვის უნდა ომი საქართველოში, ეს არის 2 წუთი და 58 წამიანი ვიდეო. იქ თქვენ დაინახავთ. მინაბოს. და ვიტყვი ეხლა. იქ თქვენ დაინახავთ უკრაინელ მაღალჩინოსნებს, მაშინდელი, იქ არესტოვიჩი, იქ არის გონჩარენკო და სხვები. და დავინახავთ მათ იდეურ ძმებს და დებს, სხვათა შორის უფრო ხშირად დებს, მათ შორის ნინო ლომჯარიას, რომელიც იძახის, რომ ამ სირცხეს მირჩევნია ბომბები მაცვიოდეს და ეს ამას ამბობს, როდესაც ის არის სახალხო დამცველი. შემდეგ ამისა, იქ არის ასევე აი ეს გიგაური, რომელიც არის არასამთავრობო და ამბობს ესეთ რაღაცას. რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ. ანუ შეგიძლიათ ნახოთ სხვა პოლიტიკოსები, ანუ რეალურად ეს არის ერთი კლასტერი, რომელიც სწორედ იმ აქციებზე იდგა, რომელზეც ხარ თქვენ შეიძლება ცხადოთ დისტანცირება ამისგან და თქვათ რომ არა, მაგრამ რეალურად რა მოხდებოდა ის ადამიანები და ამ მოძრაობას რო გაიმარჯვა. მოხდებოდა რეალურად ის, რომ იქნებოდა ომი და მათ შორის ის სოციალურ პრობლემებზე რო საუბრობ, მე არ უარყოფ, რომ საქართველოში არსებობს სოციალური პრობლემები, მაგრამ ბომბები რო დაგეყრება თავზე, მე არც იმ სოციალურ პრობლემას მოვაგვარებთ და არც სახელმწიფო არ გვექნება და როცა ესეთი ეგზისტენციალური, აი საერთოდ ყველას სახევლინდება იმ კრიზისულ მომენტებში, როცა ამ ეგზისტენციალური რისკები ედგა საქართველოს, ეს NGO კლასი მთლიანად, ლომჯარია, გიგაური და სხვები იყვნენ ამ პოზიციაზე, რომ ჩვენ ეხა უკრაინას უნდა მივეხმაროთ. და ეხა
აი ეს იყო გარედან ორკესტრირებული, ხა შეგვიძლია ვთქვათ, რატო, ხო, ეს იყო იმიტომ, რომ მაგალითად გეოპოლიტიკური საჭიროება იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ მესმის, მე მორალიზატორული პოზიციიდან ვლაპარაკობ, მესმის შვენიერი ანგლოსაქსონური ცინიზმია, რომ ეხა გავუხსნათ მეორე ფრონტი, ეს პატარა პაიკი შევწიროთ რუსეთს და ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ არ გვინდა. მაგრამ და მე ამის მერე როდესაც ვიღაცა ომში ჩართვის რიტორიკას აწარმოებს და ეს არის NGO და ეს კლასტერი და თქვენც როცა ამათთან რაღაცნაირად აფილირებთ, ხო, მე ახლა არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ვიღაცა შეიძლება არ უნდადეს თქვენთან ლაპარაკი. მე პირადად არ მაქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ შემიძლია ვისაუბრო თითქმის ნებისმიერ ადამიანთან, მაგრამ არის ეს პოლარიზაცია, ის არ არის, რომ საქართველოს მთავრობა ახდენს, ჩემი აზრით. პოლარიზაციას ახდენს ის აი სწორედ ეს ბოლო პერიოდის ისტორიაზე ვსაუბრობდი. მე ეს ბოლო პერიოდის ისტორია იყო ასე ვთქვათ, დეკოლონიალიზაციის მცირე გამარჯვებები მოახდინა საქართველოს. მე თქვენ ვიცით ახლა იტყვით რომ ეკონომიკური კი, მაგრამ პოლიტიკური სუვერენიტეტი თუ არ გაქვს და სხვათა შორის კონსტიტუციაში პირველი მუხლი გეცოდინებათ არის სუვერენიტეტის შესახებ და სოციალური სახელმწიფო მეგონი მე-5 თუ მე-6 პუნქტი მუხლია, ხო? ანუ სუვერენიტეტი თუ არ გაქვს შენ და შენ როდესაც ეგზისტენციალური რისკი გიდგას, კი მეტი პენსია მინდა, კი რა თქმა უნდა მინდა რომ უკეთესი სახელმწიფო იყოს და მინდა რომ ყველა იყოს ჩართული გულწრფელად, მაგრამ აი ეგზისტენციალური რისკი იყო და აი ესეთი რაღაცა და მე სხვათა შორის ეს არ არის ეს იყო იქ კანვასის ტრენინგები, აი მაგალითად იყვნენ ჩამოსულები ბერძენი, სერბი ტრენერები, რომლებიც აქ ასწავლდნენ, რომ აი ჩვენ როგორ უნდა გადავაყირავოთ, ხო? იყო აი კონკრეტული ესეთი პირები იყვნენ, აი მაგალითად იყო ესეთი სლობოდან ჯინოვიჩი, რომელიც ამბობდა, რასაც გელაპარაკები თქვენ, იგივე ველაპარაკე მოლდოველებს, ეგვიპტელებს, უკრაინელებს და მათ დაგიგმეს რევოლუცია. ანუ მაიდანიზაციის პროცესში მონაწილეობთ თქვენ და თქვენ ამას ემიჯნებით, აი მე ეს კითხვა მაქვს, თუ გონიათ რომ თქვენ ხართ ავანგარდში და აი ამ თქვათ ამ დიდ ნაკადს, რომელსაც დაფინანსება მოდის ევროკავშირიდან, სხვებიდან, ასე ვთქვათ, თქვენი პოლიტიკური მცირე ჯგუფით გადატეხავთ და თქვენ აიღებთ და კეთილშობილურ მიზნებს მოახავთ. თქვენ ამის გჯერათ მართლა? რომ ჩვენი კეთილშობილური მიზნები ჩვენ გადავტეხავთ ქართული ოცნების აი ამ რეპრესიულ პოლიტიკას, რომელთანაც აბსოლუტურად არაფერს შუაში არ არის ის, რომ სინდისის პატიმრები რო არიან ციხეში და შემდეგ გადავალთ ხო მართლმსაჯულების საკითხებზე და ადამიანები რო პირდაპირ ეკონომიკურად არიან განწირულები მათ შორის ხო არაფერს შუაში არ არის. აი ის 2 წუთი და 53 წამი თუ რაღაცა მაგალითები რომ მოიყვანეთ. რაღაცა მაგალითი არ არის, ეს არის ომში ჩართვის მაგალითები, რაღაცა არ არის. ესე ნუ აბაიბურებთ ხო? ხო, ანუ არა, არ ვაბაიბურებთ, თქვენ აბაიბურებთ და თქვენ იმაშვებით, რა ქვია, თქვენი მთავარი სოციალური პრობლემები საჭიროა რომ განსახილოთ, მაგრამ ხომ უნდა ოპოზიცია, ანუ რევოლუცია რა შუაშია იმასთან, როცა სოციალურ პრობლემებზე გინდა ლაპარაკი, რევოლუციონერებთან მარტო არ მინდა ლაპარაკი, სოციალურ პრობლემებზე მარტო არ მინდა ლაპარაკი. მე იმას გეუბნებით, რომ მათ სოციალური პრობლემები რო არსებობს, ეს არაფერ შუაში არ არის ომის რიტორიკასთან, ხო? ისევე როგორც პატიმრები რო თქვა სრულად არასამართლიანად არიან დაჭერილები, ან თუნდაც აი ხა ჩვენ რო გვაქვს აქ ეს საუბარი, ხო? ამის პარალელურად მიდის მზიამაღლობლის სასამართლო პროცესი, ხო? ეს ადამიანი რო სისხლისამართლის წესით არის დაპატიმრებული, ხო? იმისთვის რომ იმას დგებუაძე შეურაცხყოფაზე სილა გააწნა, ხო? რომლისთვისაც სისხლისამართლის პატიმრობა არ არის წესით განსაზღვრული, ხო? ამასთან ომი რა შუაში არის, ეს შეგიძლიათ ახსნათ, ან თუნდაც იმასთან, რომ თქვენ ლომჯარია ახსენეთ, თქვენ გიგაური ახსენეთ, თქვა სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ახსენეთ, რატო არის ის აი პროპაგანდაზე როცა ვლაპარაკობთ, რატო არის ის სადისკუსიო სივრცეები, მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დახურული, ან თქვენ არხზე რატო არის დახურული, ან ტელეკომპანია იმედზე რატო არის დახურული. გავხსნათ ეს დისკუსიები და ვილაპარაკოთ ამაზე, თუნდაც ხო, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რას აკეთებდნენ, ან რეალურად რას ნიშნავს, თქვათ, ომს თქვენ რასაც უწოდებთ, ხო? იგივე ეს ადამიანები და მათი ოჯახები დღეს არიან ზუსტად ომში, ხო? და დღეს არიან ისეთ გამოუვალ სიტუაციებში, რასაც თქვენ თქვათ ამ იმას უწოდებთ, ხო? ომს და შესაბამისად, ხო, თუ პრობლემა არ არის, გავხსნათ და მაშინ ვილაპარაკოთ, მაგრამ როგორ ჩანს, თქვენს პრობლემა არის, ხო? იმიტომაც არის, თქვათ, დახურული ყველა სივრცე თქვენთვის, ანუ თქვენ გესაუბრებთ როგორც ინსტიტუციას, ხო, როგორც პოზიტივი ამ შემთხვევაში პოზიტივი, ხო, ანუ პოზიტივის როგორც ინსტიტუცია, თქვენ როგორც თქვათ, შეგიძლიათ მომმართოთ მე როგორც მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის, ხო, ისე მე მოგმართავთ თქვენ როგორც ამ შემთხვევაში პოზიტივის წარმომადგენლებს, ხო, ან თქვათ იმას. და რაც თავარია, ხო, ეხლა გახდა თქვათ ეს საზოგადოებრივი სექტორი პრობლემა, მაშინ როდესაც მთელი თავიანთი ისტორია, ხო, ეს იქნება შალვა პაპუაშვილი თუ ეს იქნება ირაკლი კობახიძე თუ სხვები, სწორედ აქედან მოდიან, ხო, საზოგადოებრივი სექტორიდან მოდიან, ხო? რა ვიცი, ირაკლი კობახიძე
ერთერთელი ისტორია USAID იქნება თუ გაეროს განვითარების პროგრამა და ესევე შალვა პაპუაშვილის დღეს რო გერმანია არის მთავარი მტერი თურმე და სუვერენიტეტს რო იცავს სუვერენიტეტს ვისგან იცავს გუშინ მქონდა სხვა შორის მიწაწყლის დაცვის ისა აქცია ხო ეს არის სუვერენიტეტი გასხვისება მიწაწყლის ხო რაჭის ტყეების გასხვისება მაგალითად რუსებზე ეს არის სუვერენიტეტი ან თქვათ თუნდაც არაბ ინვესტორებზე გასხვისება კწანისის ტყე პარკის გონიოს პარკის თუ იმის ტყის რო ტყის სტატუსი ჩამოვართვათ ეს არის სუვერენიტეტი შესაბამისად თქვენ გაქვთ აღრევა თვითონ ამ სუვერენიტეტის მცნების მათ შორის ხო ისევე როგორც ცხადია დასაწყისში რაც აღნიშნეთ ბუნებრივია ეს არის თქვენი მთავარი პროპაგანდა იმისთვის რომ არჩევნებში გაგემარჯვოთ და ამისთვისაც იყო ეს სრულიად არაეთიკური კამპანია ნაწარმოები რომ პირველი რითიც დაიწყო ხო მათ შორის პირველი არა 2018 წელს დაიწყო ეს სისხლიანი ბანერები მაგრამ შემდგომ არჩევნებზე უკვე როდესაც ეს დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოიტანეთ ჩვენ თქვათ კონტრასტი რო გეჩვენებინათ ხო ეს რა ვიცი ჩემთვის პირადად ეს სრულიად ხდება აი მორალურ იმას არ ვაპირებოდა ჩემთვის თქვათ მათ შორის აი პოლიტიკურ ეთიკურ ზნეობრივ საკითხებს აბსოლუტურად ხდება მხოლოდ იმისთვის რომ ჩვენი საზოგადოების ტრამვები აქვს ქართულ ოცნებას ძალიან კარგად შესწავლილი იცის რომ თქვათ ეს ომის რიტორიკა მისთვის გამოცდილი არის და ცხადია საშიში არის და ვინ იქ თუ თქვენ ვიღაცა რაღაცა 2 წუთსა და 52 წამზე ომზე საუბრობდა აქ საზოგადოებას უნდა ომში ჩართვა ვინმე ამას მოუწოდებდა ვინმე ამაზე საუბრობდა თქვენ გახართ ბატონო ჩემ არა რა არის ტყვილი ამ ლომჯარი არ მოუწოდებდა მოდი აი რო დაიტვირთება ვიდეო ამ კონკრეტულ იმას დაულინკავ როგორ აი ხო და დაულინკე თქვენ ამასთან ნახეთ ან მაიდანს ემიჯნები გეტყვით მაიდანს ემიჯნებით მითხარით არაფერ მაიდანს მე არ იმაშვები უკავშირებ ჩემ თავს ისევე როგორც ამ პროცესს მე მაიდანს არ უკავშირებ ეს თქვენი იმის რიტორიკის ნაწილი როგორ არის როდესაც ჩემი პროპაგანდის ნაწილი კი არა ერთი არის მაიდანის პოლიტექნოლოგიები ზუსტად ის ქორწილის შემოსვლა ქვია ახალგაზრდა ცოლქმრის შემოსვლა ეს არ არის მაიდანის ტექნოლოგიის გამეორება ჩვენ რო გდომოდა მაიდანი არა ვიზამდით კი არა იმ სტრატეგიას არ ვირჩევდით რა სტრატეგიაც გვაქვს ეხლა წინააღმდეგობის სტრატეგია რომელიც არის აბსოლუტურად მშვიდობიანი წინააღმდეგობა და რომელსაც წარმართავს ხალხი პირველივე დღიდან ხალხი წარმართავს თქვენ ცხადია გინდათ რომ წარმოაჩინოთ რომ ვითომ ამას სათავეში დგალან რადიკალური ოპოზიცია მაგრამ იქ დგანან კინოს თეატრის სხვადასხვა ჯგუფის მასწავლებლები დგანან პროფესორ მასწავლებლები დგანან ყველა ეს საზოგადოება არის თქვენ არ შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყართ მაგრამ ნუ რომც ყოფილიყავით დარწმუნებული ვარ რომ თქვენი პროპაგანდა მაინც ასეთი იქნებოდა რომ წარმოაჩენდით რომ იქ თურმე უჯიშოები დგანან ხალი რომელიც 9 შვილის დედა არის და იკვლევს მათ შორის იმ საკითხებს რაც საბჭოთა წარსულს უკავშირდება და ამიტომ თქვენ მესმის რომ ეს თქვენი პროპაგანდაა რომ ადამიანებს რომლებიც ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს რომლებიც პარლამენტში შტუმს ახორციელებდნენ რაზე საუბრობთ ეხლა ვინ ისროდა მოლოტოვის შეგიძლია დაასახელოთ რომ ვინ ისროდა მე გეტყვით კონკრეტულად ის ადამიანები რომლებიც არის იდენტიფიცირებულები და რომელთა ნაწილი ყველა არ არის სამწუხაროდ მაგრამ რომელთა ნაწილი მიესაჯა პატიმრობა ანუ თქვენ აი ამ თქვენი აქცია რომ თქვენ დავამთავრეთ თქვენ პატიმრობა შეგიძლიათ მითხრათ ვის მიერ მიესაჯა დავამთავრეთ და გეტყვით რა სასამართლოს მიერ ვის მიერ ხო და ერთი წუთი სასამართლოს მიერ ალბათ გვექნება მეორე ბლოკში და გავშალოთ აი გეტყვით კი ბატონო სასამართლოს ვილაპარაკოთ არა პრობლემა ნახე რა რაშია საქმე ანუ არა ერთი წუთი ვიცი ხო ანუ ვინ უჯი და სასამართლო ეხლა მე სასამართლო ნაციონალურ მოზრდილობასთან მაშინაც ხო უჯი ეს სამართლიანი რაშუაში ნებისმიერ გერმანიაში და ჰოლანდიაში ძაღლებს მიუქცევენ იქ არ უჯი სასამართლო ბაჭა რა არ მიუქცევენ მე გეუბნებ სასამართლო მიუსაჯა ხო სასამართლო ერთი წუთი სამართლო ერთი წუთი თქვენ ყველა პრესიცით მეცუცი ეს მე არ ვიცი არაფერი მე თქვენი აზრია მე უნდა მე არა მე ვიცი ის რომ ხა ჩემი აზრი უნდა გავაგზავნო ხო ანუ თქვენ რეალურად უწოდებს სინდისის პატიმრებს საუბრობთ იმაზე რომ ანუ თქვენ ახდეთ რაღაც რედუქციას მათ შორის თქვენი თავს მიჯნავთ რეალურად თქვენი პროტესტით რომელთაც ამაყობთ თქვენს ვიდეო გამოსვლებში რომ თქვენ ხართ აი ამ უწყვეტი პროტესტი თქვენ ერთი წუთი დავამთავრეთ ხო თქვენ ხართ თქვენ ხო ამაყობთ წინააღმდეგობით ის წინააღმდეგობა
მიილია და თქვენ ხართ მილევის ფაზის აგენტი ერთ-ერთი რომ მიილია და როდესაც იყო ერთი წუთი არა ჩემი წარმოდგენა როგორ არის თავიდან ხო იყო ბევრი ხალხი და ეხლა დადიხართ 30-40 კაცი ხშირად ან 100 კარგი ხო და ერთი ხანი არ შეგიძლია დიდი ხანი არა ერთი წუთი ხო და ეხლა მაჩოს იმიტომ რომ გუშინ იყვნენ 30-40 კაცი მარტო ბოლო რამდენიმე დღეში არის დაკავებული ანუ ფაქტობრივ ხოს ნახერას გეუბნები რამდენიმე ათეული ადამიანი არის დაპატიმრებული ბოლო რამდენიმე დღეში ანუ რისი 100-ა თუ არა დაპატიმრებული იმიტომ რომ 30 კაცი არ დადის ხო 30 კაცი ხა ჯამურად არის დაპატიმრებული რამდენი რას ქვია ანუ ერთი წუთით რა მოდი არა მილიაო და არა ერთი წუთით ანუ ის კაცი ანუ მოდი დავამთავრე მილია თუ არ მილია არა არის მილევის ფაზაში ხა მეტი გასაგებია რამდენი ხანია დიდი ხანია როდესაც თქვენ გიხარიათ რომ საზოგადოებაზე არა როდის მილევა შეგიძლიათ მითხრათ თქვენ რო გიხარიათ ის რომ საზოგადოების ასე ვთქვათ რომ რაღაც 10 და 20 წუთით გადაგეტავს გზას, როდესაც ნოემბერში მთავრობის დამხობას აპირებდით. მე მგონი ეს მილევის ფაზა, ეს ერთი. მეორე, თქვენ ხართ იმის გაგრძელება, ვინც ის რომ მოლოტოვის კოქტეილი შეგიძლიათ გითხრათ. მოლოტოვის კოქტეილს ამას დავინახავ. ვეღარ მიილია, იმიტომ რომ 20 იანვრიდან ირაკლი ყობახიძე ამბობდა რომ 20 იანვარს პროტესტი აღარ იქნებოდა. შემდეგ კიდე თარიღები გადაავადა. აღარ მილია ეს პროტესტი. თქვენ წარმომადგენლებს უხარიათ რომ რა ქვია 5 წუთით კეტავენ გზას და თქვენ ამითი ამაყობთ. გილოცავთ ესე გააგრძელთ. რაც შეეხება იმას, თქვენ უბრალოდ ვერ დისტანცირდეთ. თქვენ დისტანცი მე არაფერს არ გეუბნები თქვენ დავით მე არ ვარ მაგი მილევის ფაზაშია. არ ვიცი მილევა უახლოეს ხანებში. ანუ თქვენ გიხარიათ ის რომ რამდენიმე ათეული ან ხანდახან ასეული კაცით კეტავთ რუსთაველს და ამით რასაკეთებთ? ნუ რეალურად უშლით მოძრაობას ხელს და ხართ იმის გაგზავნა. ერთი წუთით. არა თქვენ არა მე არ გასწორებ. მე უნდა დაამთავრებინო. არა ერთი წუთი ფაქტობრივი უზუსტობა არა. მე მგონი ერთი წუთი მე ვარ. იცით რომ მიხარია. ერთი წუთი მე. არ საიდან ამბობთ? ადამიანი პროტესტს გამოხატავენ. მე ვიცი საიდან ამბობთ. თქვენ საუბრობთ მე თქვენი ვიდეოს ვუყურებ. თქვენ იქიდან გიხარიათ. თქვენ გიხარიათ. თქვენ არა თქვენ ამბობთ რომ ეს არის ჩვენი გამარჯვება. თქვენ ამბობთ რომ ეს არის ჩვენი გამარჯვება რომ რეჟიმს არ ვასვენებთ ეგაა თქვენი სიტყვები რომელსაც ასევე ლინკად დავუყავ ვიდეო მე ვამბობ იმას მე ვარ რის წინააღმდეგ თორე არავის არ უხარია იქ დგომა არავის არ უხარია რა რო როდესაც თქვენ ისრუდით რეპრესიული მანქანა რომელი რეპრესიული მანქანა თქვენ დაიწყეთ მოლოტოვის კოქტეილების სროლა თქვენც და თქვენ ხართ ამის იდეური მომხრე ან მოლოტოვის კოქტეილების სროლა არ იყო იმ აქციაზე ერთი წუთი ჯერ ესეთი მე იყო თუ არა 2 წუთის წინ თქვენ მითხარით რომ მე მომემართებითო და პოსტების რატო ახსენებთ და თქვენ მე კოლექტიურს მომემართებით თუ მე ვის მიემართებით თქვენ ხო ახსენეთ რომ მე ამ სოციალურ დემოკრატიის თქვენ ამ შემთხვევაში როგორაც თქვენ დააიდენტიფიცირეთ როგორადაც თქვენ დააიდენტიფიცირეთ თავი რომ მე ამ მოძრაობას სახელით ვლაპარაკობ აი ეგრე მოგემართებით ხო და ჩვენ ვისწოდით მოლოტოვის კოქტეილებს და მაშინ რატო არ ემიჯებენ თქვი რომ მოდი ახლა ეს არ გვინდა ეს არის ამის გაგრძელება და არ გვინდა მოლოტოვის კოქტეილების სროლა ხო და ვინმე თქვა რომ გვინდა ჩვენი მხრიდან მაჩა ანუ იმ აქციის გაგრძელება რო ხარ აბა რასაკეთებ არა ეს თქვი გამი რატო არის თქვი მაჩა როგორ რატო ახლა შენ თქვენ სიტყვით თქვენ თქვენ სიტყვით ეს არ ნიშნავს რომ ესე ტყილია თქვენ არ ხართ იმ არ ხართ ნოემბრის აქციის გაგრძელება არ ხართ თქვენი მარში არ არის ნოემბრის აქციის გაგრძელება მარში ნოემბერში დაიწყო რო იცოდეთ ნოემბრის ხო და არის გაგრძელება ხო გავიგე მე მაინტერესება ჩვენი მარში არის წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი ნაწილი რეპრესიების და წინააღმდეგობის რეპრესიების ან როდესაც ლიბერალური თანამდებობა არა ლიბერალური რაშუაში ადამიანებს სახეებს რო გაუერთიანებენ პოლიციელებს რო ასახიჩრებენ კლავენ მანქანებში რო ტენიან სახელმწიფო გადატრიალებაზე რომ მიდიხართ ეგ არა თუ ეს პროპაგანდა არაფერ შუაში არა როდესაც ცალკე მდგომ ადამიანს პოლიციელი აკავებს თქვენ კადრები არ გაქვთ ნანახი რო იმას ფეხს რო უტყავს იქ დაგდებულ ადამიანს პოლიციელი თუ ეს კადრები არ გაქვთ ნანახი დაჭერილი არის ვინმე ან ტიტუშკები რო ჟურნალისტებზე ძალადობენ მათ შორის 5 ივლისსაც და მერე ეს არა გაქვთ ნანახი თუ პოლიციელების მხრიდან ძალადობა არ გაქვთ ნანახი სპეცრაზის მხრიდან ძალადობა არ გაქვთ ნანახი მე ეს მსგავსი ტიპის ძალადობა მათ შორის მაქვს ნანახი 7 ნოემბერს თქვენ არ ვიცი გაქვთ თუ არა ნანახი მაგრამ ხო და ის ზუსტად ანალოგიური ტიპის და კიდევ უფრო უარესი განგრძობითი ფორმით დღეების განმავლობაში როდესაც დაბურულ მანქანებში ტენიდნენ ადამიანებს და იქ ჩატენილ ადამიანებს კიდევ ხოცავდნენ სიკვდილამდე მიყავდათ ადამიანები
აცნობდნენ. მათ შორის ჩვენი მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ისტორია იყო, სადაც თქვა ადამიანმა თქვა, რომ როდესაც კლაუდდნენ პირდაპირ ცემით, უბრალოდ რო არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ლოცვა დავიწყეო და აი ახლა თუ გიშველი შენი ლოცვაო და დააყოლეს. ხო, ნუ ეს ხა თქვენ ამბობთ, მე შემიძლია მოყვე, მე მოყვე, ერთი წუთი. მე შემიძლია თქვა, ასე ვინდა მოდი, თავარი მორალური მდგენელი არის ის, თავარი მორალური მდგენელია არის ის. ან მე ვამბობ, რომ იყო მთელი რიგი ისეთი შემთხვევები, რომელიც ერთი წუთი დავამთავრე, ხო თქვენ ხო საუბრობთ, ახლა მეტყვი მეც. შემაწყვეტინეთ და. ანუ მოკლედ იყო მთელი რიგი შემთხვევები, ან საერთოდ როდესაც ესე ვსაუბრობთ, ხო, ესეთი რაღაცეები, ხო, როდესაც ჩემ მრავალჯერ მოგიწოდე მე რომ დაიშალე და არა, ეხლა მაწყვეტინე თუ არ მაწყვეტინე. კი, როგორც რატომ მაწყვეტინე? დავამთავრე ერთი წუთი. არა, ერთი წუთი დავამთავრე ახლა ორივე. დავამთავრე, იმიტომ რომ ამოკის დრო დასრულდა. არა, მე ვიტყვი რა ჩემს აზრს. აუცილებლად გააგზავნე ის საუბარს. ერთ კითხვა და უმარტივად. არა, მე არ მინდა, მე ლაპარა არ მინდა, არა, მოდი, არა, ჯვარების დაკითხვაზე, არა, მე ჩემს აზრს ვანვითარ და მაწყვეტი. არა, იმიტომ რომ არა, ერთი წუთი მე ხო და ხო არ მოგწონა და გამოგცეს ხელიდან ეს დისკუსია, დროებით გავთიშოთ მიკროფონები, მხოლოდ დროებით ვთიშავთ, ისე შეგეძლებათ, რაზეც ფიქრობთ, ეს მოსაზრებები უთხრათ ჩვენს აუდიტორიას. მე მაინც მიგაბრუნებთ, ასე ვთქვათ, ჩვენი კითხვისკენ, რომელიც ერთი მხრივ მიზნად ისახავდა იმას, რომ ანალიზი გაგვიკეთებინა ამ პოლარიზაციას რა იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ ისე არ დავტოვოთ აუდიტორია, რომ გამოსავლის გზები არ შევთავაზოთ მათაც და თქვენც ერთმანეთს რა. ეხლა მე გისმენდით ორივეს და მოვისმინე მათ შორის ახალი მარკირების ნიშნები, აგენტიან ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, რომ ესეთ ასე ვთქვათ ფრაზეოლოგიას მოვერიდოთ მაინც და მოდით დამატებით 5 წუთს გამოვყოფ და მანდ თუ რამე ესეთის თქმა გინდოდათ, რაც აუცილებლად უნდა თქვათ ბრძანეთ, მაგრამ ამ დამატებით 5 წუთში ისევ ღია დისკუსიის პრინციპში ერთმანეთს უთხარით, რა შეამცირებდა პოლარიზაციას. აი მაგალითად ბატონიოტარი წარმოადგენს პოზიტივის, ხო? აი პოზიტივისგან ან თუნდაც სხვა ტელეარხებისგან, რომელიც ხელისუფლების, ასე ვთქვათ, პოლიტიკას ემხრობა, მათგან რა სიტყვით, თქვენ რა სიტყვით გოტასგან, ხედავთ თუ არა სხვაობას, თუნდაც იგივე აი ამ მოძრაობასა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის და რას ეტყვით ერთმანეთს მოკლედ. მოდი წინათ თქვენ საუბრობთ და დავიწყებთ, ხო? ანუ ჩემი აზრით, რაც პოლარიზაცია შეამცირებდა და წინა ჩემს ნარატივს, რომელიც არ დამცალდა, იმას მივაბამბარე, პოლარიზაცია შეამცირებს ის, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა ითამაშოს ერთი წესებით. ეს არის დავანებოთ თავი მოწინააღმდეგისთვის რუსულის ძახილს, დავანებოთ თავი, როდესაც არჩევნებს წააგებ ამის არაღიარებას, დავანებოთ თავი რევოლუციობანას და გადატრიალების თამაშს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, გონია რომ მათ შორის სოციალურ თემებზე საუბარი შეიძლება, გონია რომ მათ შორის ეროვნულ თემებზე საუბარი შეიძლება და უფლებრივ თემებზე საუბარი შეიძლება. უბრალოდ ჩემთვის რაც არ შეიძლება, გონია არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩვენ რაღაცნაირად პოლიტიკური სუვერენიტეტის მომხრე, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირიდან როდესაც შენ იღებ და დაფინანსებას 20 იქნება ეს 40 თუ რაღაცა ათასები, ხო? და მე ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ. და როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ქვია და ომში ჩართვის მოწოდებებს ახორციელებ, ეს არ უნდა ხდებოდეს. და მე უკვე საუბარი იმაზე, რომ აი პირობითად ესე უნდა იყოს თუ ესე არა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, მაგრამ პოლიტიკური თამაშის წესებზე შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკური თამაშის წესებზე შენ ვერ შეთანხმდები თუ ხარ ანუ რაღაცნაირად აფილირებული ან ასე შემდეგ იმ ძალებთან, რომლებიც თავარი დასაყრდენ და თავარი ასე ვთქვათ ლეგიტიმაციის წყაროს ეძებენ გარეთ. ანუ არა საქართველოს მოსახლეობაში, არამედ გარეთ. ამ შემთხვევაში ინსტიტუციებში და სხვათა შორის რა, რაც შეეხება ამ ევრო ინსტიტუციებს, ხო ჩვენ ძალიან ბევრი განცხადება გვინახავს აი ევროკავშირის მხრიდან, როდესაც ისინი საუბრობენ, აი მაგალითად, აი რა შეამცირებს ის, რომ შენ გარეგანი წნეხი კი არ უნდა გამოიყენო აქ თავრობის ასაყირავებლად და 10 მათ შორის შემდეგ რაღაც ჩაება იმ ავანგარდში უკანა ვაგონად ამ დიდ პროტესტს, როგორც თვითონ უწოდებენ, ხო? არამედ შენ უნდა თქვა, რომ მაგალითად ვიღაცა რომ რეზოლუციაში, მაგალითად
ევროპარლამენტი გიწევს, რომ ეს დაასანქცირე, ის გამოუში სააკაშვილიძე გულისხმობ, ხო? ამ შემთხვევაში შენ უნდა თქვა, რომ მოდი მე ჩემ თავრობასთან ანგარიშებს გავარკვევ. უკარნახებთ პოლიტიკურ ოპონენტებს თავიანთი. არა, მე თუ თქვენ მითხარით, რომ შენ რა გესახება? მე მგონია, რომ პირველ რიგში თამაშის წესებზე შეთანხმება, რომ თავი დავანებოთ რევოლუციონერობანას და თავი დავანებოთ ერთმანეთზე იარლიყის მიწებებას. ეს სამი რაღაც თქვით, ერთი რომ რუსის სახელი შეწყდეს, მეორე რომ გადატრიალებანას თამაში შეწყდეს და მესამე იყო არჩევნების აღიარება, მოყვეს ჩატარებულ არჩევნებს. მოკლედ პოლიტიკური კულტურის აღიარება. ხო, კარგით, გოტა, ახლა თქვენც. ხო, პირველ რიგში დავიწყებ იმის, რომ ეს ენაც რაღაც უკანა ვაგონად მიმა ეს ჩემთვის პირდაპირ ვამბობ, რომ შეურაცხყოფელი არის და უზრდელურიც არის, რაც თქვენზე მეტყველებს როგორც პიროვნებაზე. მეორე, მოდი პიროვნულ შეურაცხყოფებზე შევთანხმდით. არა, მე მოძრაობაზე ვთქვი, თქვენ ავანგარდში ხართ თუ არა, ეს არის ავანგარდი, თქვენ არა, შეურაცხყოფ, მე თქვენ არ ხართ ავანგარდში. არა, ხო და მე აღვიქვავ და თქვენ რომ პიროვნულ შეურაცხყოფებს თავი დაანებოთ. იმიტომ რომ ამაზე შევთანხმდით, როცა არ მოდიოდი. არა, ვერ დაასრულებ სან პიროვნულ შეურაცხყოფებს თავი დაანებოთ. თქვენი მხრიდან იყო თქო პირველი ნათქვამი და ამაზე თქვენ მოძრაობაზე იგახით. მოძრაობაზე ვამბობ, თქვენი ვაგონად მიღმა არის შეურაცხყოფელი თქო და როცა მე ვიკავებ თავს თქვენს ძალიან არა მეც ვიკავებ თავს არა პიროვნულად უძდელის თქვა პიროვნულად არ უნდა იყოს. მე მგონი ეს არის კორექტულობის უკაცრავად ბოდიში ვხდი ძალიან დიდი ბოდიში მგონი საკმარისად მიგატრიალეთ ჩვენს წესთან რომ დავრჩეთ ნორმატიულ ლექსიკაში ჩავთვალოთ რომ ამით ამოვწუროთ უბრალოდ ორივე მხარე მიუბრუნდეს ამ პირობას და ახლა გისმენთ. კი მეორე იარლიყებზე როცა ვსაუბრობთ ვისი დაწყებულია ეს იარლიყები პირდაპირ ჯერ ესეთი განსხვავება არის სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის. ხელისუფლება იმიტომ ხარ დღეს არალეგიტიმური, მაგრამ ზოგადად იმიტომ ხარ, რომ შენ გაქვს პასუხისმგებლობა მაღალი და სხვა სტანდარტები. ენა რა ენას იყე? აკაცუკები, უსამშობლოები, მეხუთე კოლონა. ეს რა ენა არის? ხო, ანუ აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ბოდიში რა ეხლა არ მომწონს კი არა თქვენ როცა ესკალაციისკენ გზებს საუბრობთ. არა, საინფორმაციო ბრძოლაში ხარ. რა, დეესკალაციაზე როცა საუბრობდით, ხო? თქვით რომ რაღაც ენა უნდა შეიცვალოსო და ვისი დაწყებულია ეს ენა ეს-ერთი და მეორე ჩვენ გვაქვს სხვა სტანდარტები ჩვენ სხვა სტანდარტები გვაქვს ხო ის როდესაც თქვათ იმას პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრი ამ ენით საუბრობს მაშინ ის პრემიერი შენ რო თქვა რომ შენთვის არის არ არის მისაღები ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური არის ხო იმიტომ რომ ასე არც ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ უნდა ლაპარაკობდეს. ეს არის სამარცხვინო ენა პრემიერ-მინისტრისთვის, ან პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ან დეპუტატისთვის, ან თანამდებობის პირისთვის. თანამდებობისთვის შეუფერებელი ენა არის და თუ იქ ვიღაცა აქტივისტი ამას რუსს ეძახის, ამათი გათანაბრება ერთმანეთთან არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. მეორე, როდესაც ჩვენ საუბრობთ რაღაცა აი ამის დეესკალაციაზე თავარი უპირველესი, რაც დეესკალაციისთვის არის აუცილებელი და რაც შეუძლებელი იქნება რომ განხორციელდეს, ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება. სინდისის პატიმრების უსამართლო ადამიანების გამოშვების გარეშე უწყვეტი პროტესტი გამორიცხულია რომ გაჩერდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები მაგით გავაგრძელოთ უკვე მეორე ბლოკში საუბარი კი ბატონო. გავართ თავარი რაც არის სოლიდარობისთვის და მათ შორის შევახსენებ ამ ადამიანს რომ როდის გამოვიდა მასობრივად საზოგადოება ხო? როდესაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზიდან გადაუხვია ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ირაკლი კობახიძემ, როდესაც თქვა რომ ჩვენ 2028 წლამდე ვწყვეტ. მაშინ გამოვიდა და ეს ახლა როდესაც კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი, როდესაც საზოგადოების თავარი მოთხოვნა არის, როდესაც საზოგადოების თავარი მოთხოვნა არის და შენეუნები რომ უწყვეტ შენთან საუბრის გარეშე და აბსოლუტურად აი ესე მოწმენე მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, ცხადი ამ რეაქციას მიიღებ და ეს რეაგირება არც დასრულდება იქამდე, სანამ საზოგადოების მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. რა არის ეს მოთხოვნა შეიძლება ვიკითხოთ? პირველი სინდისის პატიმრების გათავისუფლება უპირობოდ. ეს არის მთავარი მოთხოვნა. რომელია სინდისის ვინც მოლოტოვის კოქტეილს ესროდა და ამის ვიდეო მტკიცებულება არის. გადავალთ კი ბატონო და ეს არის ჩამოთვალოს, იმიტომ რომ მინდა რომ მე იმაზე წავიდეთ აი რომელმა რა შეიძლება დათვალოს. რომელიც არის მოლოტოვის კოქტეილს არის სასამართლოს მიერ მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ თუ არ ისროდნენ? კი ან არა მითხარით კაცო.
ვიღაცეები და ის ვიღაცეები როციხეში დაждდნენ ეგ არ შეიძლება მოდი თქვენ განუმარტეთ თქვენ განუმარტეთ ჩემ პოზიცია კი არ არის ეს არის ვის გულისხმობ CDC-ის პატიმრებში ეს განუმარტეთ თორსა რომ უფრო გამარტივებული იყოს 300 დღეზე პირად ვიწახდი და შემიძლია ზეპირად ჩამოთვალოთ მოდი ჩამოთვალეთ არ არის აუცილებელი ყოველს ანუ უბრალოდ დაახასიათეთ რა პრინციპით ასე ვთქვათ განსაზღვრავთ პატიმრობაში მყოფ ადამიანს არის თუ არა ის CDC-ის პატიმარი ნუ ამ განსაზღვრებას ჩვენ ეკრანზეც დავაწერთ მაგრამ მირჩევნია რომ უთხრათ რომ გასაგები იყოს ოთარისთვის ვის მოიაზრებთ არსებითად როგორი ტიპის პატიმრებს მოიაზრებთ CDC-ის არსებითად უკანონოდ დაპატიმრო აქციების დროს უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს რომლებსაც ჯგუფურ ორგანიზებულ დანაშაულს აბრალებდნენ მაგალითად ინსა ფალიევს რომელიც ქართულ ენაზეც ვერ საუბრობს რა ჯგუფურ ძალადობაზე არის ლაპარაკი ხო მაგალითად ვთქვათ არჩილ მუსელიანცი რომელმაც ეხლა ჩააბარა ეროვნული გამოცდები და რაღაცა კაბელის დაწვას ეს ფაქტები არის ვიდეოები არის კაბელის დაწვას აბრალებდნენ რომელიც 500 ლარად არის შეფასებული მათი იმით ჯერ რომელი კაბელი ღირს 500 მაგრამ ვთქვათ ღირს და ამისთვის ადამიანს უშჯიან 4 წელიწად ნახევარს ეს არის და ცხადია კიდევ თქვენ აი CDC-ის პატიმრები ერთი კიდევ რა პირობები არის საჭირო თქვენი აზრით ხელისუფლების მხრიდან რომ მოხდეს დეპოლარიზება კიდევ ვთქვათ საინფორმაციო სივრცის გახსნაზე საუბრობთ ხო? ყველა იმ უსამართლო კანონის, მათ შორის ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიასთან მიმართებით, ამ ყველა კანონის გაწევა და ცხადია ჩვენი მთავარი მოთხოვნა რაც არის, ეს არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება. სამართლიანი არჩევნების გარეშე ცხადია არანაირი, აი ჩვენ რასაც თავარი, რასაც ვიძახით, ხო? არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ეს და ეს no justice, no peace თქვენთვის შეიძლება არ ითქვა ამას ვამბობ თქვენთვის პირადად ან თქვენი მოსახლეობის უმრავლესობის 30 წელია არ არის მშვიდობა სამწუხაროდ მოსახლეობის უმრავლესობის ეს არის თქვენი პროპაგანდა ეს არის თქვენი პროპაგანდა იმიტომ და თქვენ ეს შემიძლია ძალიან მარტივად აღხსნათ რატო არ არის მშვიდობა ხო როცა ყოველდღიური ხო გადარჩენისთვის როდესაც მე არ ვარ მშვიდობაზე გეტყვი ხო ერთ მშვიდობა არის რომ არის ომი ეგ არის რომ ეკონომიკური ხო და როცა ყოველდღიური გადარჩენისთვის ადამიანი, როცა ყოველდღიური გადარჩენისთვის იბრძვის ადამიანი, ხო? ის მას არ აქვს მშვიდობა. იმიტომ რომ მშვიდობის სხვადასხვანაირი განმარტება არსებობს. ეს ერთი და მეორე, როდესაც ადამიანს ერთუთით რა, როდესაც არა, ეგ არის ნეგატიური მშვიდობა. ნეგატიურია თუ არის, ეგ არის. ნეგატიურია თუ არის, პოზიტიურიც არსებობს. ხო ეს არა, თუ სვენია თქვა. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს პოზიტიური მშვიდობა. პოზიტიური მშვიდობა ჩვენ არ გქონია არასდროს და მეორე, როცა ადამიანები უკანონოდ არიან წლების მანძილზე დაპატიმრებულები, ცხადია, ჩვენ ვერ ვიტყვით რომ მათ აქვს მშვიდობა და შესაბამისად არ იქნება სამართალი ამ ქვეყანაში და არ იქნება მშვიდობა. კეთილი. დავხუროთ ეს ბლოკი, დიდი მადლობა ორივეს. დავამატეთ ამ ასე ვთქვათ 20 წუთს კიდევ 10 წუთი, იმიტომ რომ საინტერესოდ მიდიოდა დისკუსია. მე მგონი გასაგები არის ჩვენი აუდიტორიისთვის მხარეების აღქმით რა იწვევს პოლარიზაციას და ერთის წარმოდგენა და მეორეს წარმოდგენა რა შეამცირებდა პოლარიზაციას მეც ვთქვათ ამაზე საუბარს ამ ბლოკში უკვე გადავუთმობთ ახლა უკვე გადავალთ მეორე ბლოკში სადაც შევეხებით იმ თემას რომელიც პირველ ბლოკშიც იყო მოხსენებული და განხილული უბრალოდ სანამ მეორე ბლოკზე გადავალ კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი გვერდზუნეთ ეს ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის და რაც უფრო კრიტიკული არის ვთქვათ გარემო მედიისთვის უпроსტად რაც უფრო რთული არის გარემო მედიისთვის მისი საარსებო ფუნქციონირებისთვის მით უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის თითოეული გამომწერის ასე ვთქვათ არსებობა ასე რომ გთხოვთ ამით გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ და ასევე მოხსენებული იყო ორი საკითხი ერთი შეეხეთ ევრომაიდანს და ამაზე გირჩევთ რომ მიხილოთ ჩვენსავე არხზე მაკანთიძის პირადი საქმე სადაც ევრომაიდნის კონტექსტზე ბევრს მოისმენთ, ასევე ნახსენები იყო მზია ამაღლობელი და კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა ჩვენს კოლეგას და ჩვენი მხარდაჭერა და ასევე 64-ზე მზია ამაღლობლის პატიმრობის შესახებაც შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ხართ ამ დისკუსიაში და გადავიდეთ უკვე ჩვენი დებატების მეორე საკითხზე, ეს არის გვაქვს თუ არა სამართლებრივი სახელმწიფო მე როგორც ვატყობ ხოლმე დებატების წარმოებისას ძირითადად ადამიანები უფრო მეტად გამათობენ იმაზე ამა თუ იმ საგანს როგორ აღიქვამენ ანუ აი ამიტომაც მინდა რომ თავიდანვე დავუთმოთ ორ-ორი წუთი იმის განსაზღვრებას თქვენ როგორ გესმით მაგალითად ოთარ სამართლებრივი სახელმწიფოს არსი და მე მოусმინოთ გოტას როგორ ესმის სამართლებრივი სახელმწიფოს არსი ეს რო დავაზუსტოთ მე შეიძლება კიდევ უფრო არსებით საუბარში შევიდეთ თუ ხართ მზად მოვისმენთ თქვენგან როგორ გესმით სამართლებრივი სახელმწიფოს არსი
სამართლებრივ სახელმწიფოს არსი მე მესმის ასე რომ მის წინაშე კანონის წინაშე არის თანასწორობა განურჩევლად იმისა შენ რა ტიპის პოლიტიკურ პრეფერენციები გაქვს ეს ერთი განურჩევლად იმისა შენ რამდენად ასე ვთქვათ რამდენად ხელდასმული ხარ გარეგანი ინსტიტუციების მიერ რამდენად შენ ხარ ვთქვათ ასე ვთქვათ პოლიტიკაში ხარ თუ არა იმიტომ რომ ჩვენთან არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა და როგორც ვხედავ ეს არ არის ჩემი ოპონენტისთვის ასე ვთქვათ პრობლემა რომ პოლიტიკაში ყოფნა ხშირად არის თავშესაფარი იმიტომ რომ როდესაც მე ვისმენ რომ ჩვენ ახლა რა ქვია სინდისის პატიმრები და ვთქვათ პოლიტიკოსები რეალურად პოლიტიკოსები როდესაც თავშესაფრად იყენებენ პოლიტიკაში ყოფნას ეს არის ჩემთვის ის რომ სამართლის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში შეიძლება არის მაგრამ უნდა დაიხვეწოს იმ მიმართულებით რომ პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა იყოს ერთგვარ დივიდენდი რასაც ხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით რომ მაგალითად ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოებს მაგალითად ხედავთ იმას რომ რაღაცნაირად ამ მიზნით შემოვიდა საერთოდ ხაზარაძე პოლიტიკაში და ასე შემდეგ ხო ანუ ესეთი რაღაცეები მე მგონია რომ ამ მიმართულებით არის პოზიტიური ნაბიჯები გადადგმული და მგონია რომ ცხადია იდეალური არ არის მაგრამ რაღაცა ტიპის უკეთესობები ამ მიმართულებით არის მით უმეტეს რას შევადარებთ გააჩნია ასევე იმიტომ რომ ჩვენ წინა რეჟიმთან შედარებით დღევანდელი სასამართლო მართლა არის ბევრად წინ წასული, თუმცა ცხადია მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მირჩევნია რომ ყველა ჩემი ინსტიტუცია, იქნება საკანონმდებლო აღმასრულებელი თუ სასამართლო იყოს უკეთესი, ხო ჩვენ არ ვართ რაღაც სტატიკაში, ვართ დიალექტიკურ დინამიკურ პროცესში და მგონია რომ რა ქვია ჩვენ განვითარების კიდე ბევრი და ბევრი საფეხური გველის წინ. დიდი მადლობა. ხო ძალიან მარტივად ხო შეგვიძლია ვთქვათ იმაში კი დავეთანხმები რომ თანასწორობის პრინციპს ცხადია მეც მივესალმები რომ კანონი ყველას თანაბრად მიემართება და არ არის ისე ნამდვილად რომ პოლიტიკური ფიგურები უფრო გაცილებით მეტად იყვნენ დაცულები ამ მხრივ ასევე კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს დემოკრატიული ფორმით უნდა წარიმართებოდეს, რასაც სამწუხაროდ წლებია ჩვენ ქვეყანაში ვერ ხედავ და რა თქმა უნდა ადამიანზე და საზოგადოების კეთილდღეობაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს, თორემ ცხადია სადამსჯელო კანონებით შეიძლება მიღებული იყოს ქვეყანაში და დასჯაზე იყოს კანონი ორიენტირებული. თუ ადამიანის და საზოგადოების პროგრესზე, განვითარებაზე არ არის და მის ხელშეწყობაზე არ არის ორიენტირებული, მაშინ ამ კანონის ფასი არის ნული. კიდევ გქონდეთ ერთი წუთი, იმასაც ხო არ გვეტყოდით ამის საპირისპიროდ რა მიგაჩნიათ არასამართლებრივ სახელმწიფოთ. არასამართლებრივ სახელმწიფოთ მიმაჩნია ისეთი სახელმწიფო, როგორიც გვაქვს დღეს ჩვენ, როდესაც ერთი ძალა აკონტროლებს ყველაფერს, სასამართლო იქნება, ხელისუფლება, პარლამენტი იქნება, როდესაც კანონშემოქმედებითი პროცესი არის კარიკატურა, უბრალოდ როდესაც 30 წამში იღებენ კანონებს, როდესაც საზოგადოება ამ კანონების წინააღმდეგი არის, როდესაც ის არ არის ჩართული ამ კანონების შემოქმედებაში, როდესაც არავის არ უსმენენ, თქვათ, ამ კანონების მიღების თუ აღსრულების პროცესში და როდესაც მარტივი მაგალითი უმარტივეს ხო კარიკატურა, როდესაც პოლიცია დაძდევს პირბადეებს. აი ეს არის არასამართლებრივი სახელმწიფო. მადლობა. კეთილი. მე ეხლა უნდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დებულება, რომელიც ამ დისკუსიას გააგრძელებს. ამ შემთხვევაში უკვე თუ კი პირველი დებულება დავაფუძნეთ ქართული ოცნების ნარატივს, უკვე მეორე დებულებაში წარმოგიდგენთ მისი კრიტიკოსების პერსპექტივას და ჩვენი მეორე სადებატო დებულება იქნება ასეთი. რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს იმართება არა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით, არამედ ავტოკრატიული მართვის ინტერესებიდან და მიზნებიდან. ამჯერადაც გთხოვთ, რომ შესაბამისი ნიშნებით გვანახოთ ეთანხმებით თუ არა დებულებას. კი ბატონო და თქვენი მოსაზრების გასამყარებლად გაძლევთ 2 წუთს, რომ ასე ვთქვათ, გითხრათ, მოდი დავიწყოთ ოთარ, რატომ მიიჩნევთ, რომ არ არის ახლა ავტოკრატიული მართლობა? Ну, მათ შორის იმიტომ, რომ სადაც ახლა ვზივარ, მათ შორის იმიტომ, რაც წეგან თქვი, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, პოლიტიკური თავისუფლებები არის დაცული, უბრალოდ პოლიტიკურ თავისუფლებას, როდესაც ჩვენ იყენებ რევოლუციისთვის და ამაზე სახელმწიფო გთხოვს კანონიერ პასუხს და მე საუბრობ ამ ადამიანების ასე ვთქვათ, სოციალურ სტატუსზე, ეს მგონია არასწორი, ეს ერთი. რატომ არის შედარებით, მე ისევ და ისევ შედარების ჭრილში მინდა განვიხილო, იმიტომ რომ არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც მაგალითად კონკრეტული
სამინისტროები აგებენ სასამართლოში ასე ვთქვათ кейსებს რაც არის ხო განხილვებს არის ასე მთელი რიგი შემთხვევა როდესაც საქართველოს იმარჯვებს სტრასბურგის სასამართლოში შეგახსენებთ რომ ასეთები არის მაგალითად მელიას წინააღმდეგ მელიას საქართველოს წინააღმდეგ სააკაშვილის საქართველოს წინააღმდეგ ასევე ის რომ საქართველოს მოუგო ასე ვთქვათ რუსეთს აი ომის შესახებ სტრასბურგში დავა და კიდევ რუსთავიორის საქმეს და ასე შემდეგ ხო ანუ რეალურად სტრასბურგი მთელ რიგ შემთხვევებში და პოლიტიკურად სენსიტიურ შემთხვევებში საუბრობს იმაზე რომ ქართული სასამართლოს მიერ ასე იგი მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი მე არ ვამბობ რომ იყო ძალიან მძიმე დანატოვარი ცხადია წინა რეჟიმის მხრიდან და იყო არჩევანი რომ მან საერთოდ ასე ვთქვათ მომხდარიყო ყველაფრის გადატვირთვა ან უბრალოდ როდესაც შენ მოხსნი პოლიტიკურ წნეხს როგორც იყო წინა რეჟიმის დროს და მიცემ ადამიანებს უფლებას რომ თავისი პროფესიული მოვალეობები აღასრულონ მაშინ ცხადია ისინი ამას აღასრულებენ შესაბამისად მე იმის გამო რომ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფები რომლებსაც რევოლუცია უნდოდა და როგორც ჩემი ოპონენტი არც ერთს არ გაემიჯნა იმიტომ რომ გაიმეორა ზუსტად ლიბერალური მოთხოვები ეგრეთ წოდებულ ან 100 მილიონ 120,000 ადამიანის არჩეულ ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს უწოდებს რაც ცალსახად ლიბერალური ნარატივია კი ცდილობს დისტანცირებას მაგრამ მე მგონია რომ ჩემი აზრით არ არის იდეალური მაგრამ მგონია რომ რაღაც ტიპის წინსვლა არის წინა რეჟიმის ამ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და თვითონ შიგნით ქართული ოცნების მმართველობის დროს მადლობა გოგისმენთ პასუხით დავიწყებ ხო არჩევნებთან დაკავშირებით 1,200,000 ხო მე მგონია ადამიანი 120 ბოდიში ხო ადამიანი მე თქვენ დასაწყისში რო თქვით განათლების პოლიტიკას ვიკვლევ და განათლების სასკოლო განათლების განსაკუთრებით და ძალიან კარგად მაქვს შესწავლილი როგორ სტრუქტურულად ძალადობს ხელისუფლება მასწავლებლებზე მათ შორის არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით ამიტომ ჩვენ შეგვიძლია არჩევნების საკითხზე ვილაპარაკოთ თუ როგორ იყო ეს არჩევნები გაყალბებული, ამიტომ როდესაც შედეგებს თქვათ, ამის შედეგებს არ აღიარებდა და როდესაც თვლი რომ ძალადობის შედეგად იყო ეს შედეგი დამდგარი, ნუ ბუნებრივია იქ წინააღმდეგობაც გექნება. ამიტომ აქ ლიბერალური დღის წესრიგის აი საერთოდ როგორ დააკავშირეთ არ მესმის, მაგრამ ხო, მეორე საკითხი ავტოკრატიული სახელმწიფო საიდან გვაქვს, ხო? ანუ ჩემთვის არის ესე იგი აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი არის, რაღაცნაირად შეეცადა ოპონენტი რომ ეს აეხსნა, მაგრამ ცხადია წინააღმდეგობრივი არის, როდესაც შენ წინა ხელისუფლებასა და მის სასამართლოს ადანაშაულებდე და შემდეგ ზუსტად იგივე სასამართლოთი წარმართავდე პროცესებს, ხო? ცხადია ეს სრულად არასამართლებრივი არის, იმიტომ რომ თუ ლევან მურუსიძე მაგალითად ყველაზე ისეთ უმძიმეს საქმეში, ნაციონალურ მოძრაობის, ხო, გირგვლიანის საქმეში იყო ჩარეული და იყო დამნაშავე და მე ვთვლი რომ ის იყო დამნაშავე და დღეს ის არის მთავარი წარმართველი ამ სასამართლოში ბუნებრივია აქ საუბარი საერთოდ არ არის ხო ყველა ოდიოზური ფიგურა ნაციონალური მოძრაობის რომლებიც იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოში ვადა როდესაც ამოეწურათ მათ გაუგრძელეს და უვადოდ დანიშნეს უვადოდ გადანიშნეს ანუ შეხედეთ ვინ არიან დღეს მოსამართლეები რა ისტორია აქვს რა ბიოგრაფია აქვს და მე არანაირი კითხვა არ გაჩნდება იმასთან დაკავშირებით რატო არის ეს არასამართლებრივი ავტოკრატიული სახელმწიფო დიდი მადლობა ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს უკვე ამჯერად ჩვენი ღია დისკუსიის 20 წუთეულში ასე ვთქვათ მე გაგიმხებთ ჩვენს სურვილს რა საკითხებს გვინდა შეეხოთ იმისთვის რომ ეს 20 წუთი გამოვიყენოთ უფრო არსებითი ასე ვთქვათ საუბრისთვის პირველი გვაინტერესებს ნუ ამაზე გავიგეთ თქვენი ორივეს მოსაზრება რომ გვაქვს თუ არა სამართლებრივი სახელმწიფო სადაც ყველა მოქალაქე სახელმწიფო ორგანო თუ ხელისუფლების წარმომადგენელი თანაბრად ექვემდებარება სამართალს ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა ამაზე განსხვავებული არის თქვენი აღქმები. მეორე და ამას აგრძელებს არსებობს თუ არა ქვეყანაში კანონის უზენაესობა მესამე დაცული არის თუ არა ადამიანის ფუნდამენტური პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები აშკარაა რომ ამ საკითხსაც განსხვავებულად უყურებთ იმიტომ რომ რაც თქვენ თქვათ მიგაჩნიათ რევოლუციურ მცდელობებში შესაძლოა გოტა ამას უყურებდეს როგორც ადამიანის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების ნაწილს ხო ანუ აზრის პოლიტიკური აზრის გამოხატვას და ასევე ამ კითხვასაც შემოვიტან არსებობს თუ არა საკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ერთმანეთისგან დამოუკიდებლობისა და ურთიერთზედამხედველობის კრიზისი ქვეყანაში. ხო, ეს არის ასევე ცალკეულ მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ რაღაცა უნდა შექმნას ზედამხედველობის კონტროლი და ბალანსი. დავიწყოთ მოდი 20 წუთი საათლა და საუბარი მთლიან დაუთმოთ სამართლებრივი სახელმწიფოს
ხარვეზებს თქვენი ხედვით და თქვენი ხედვიდან იმის დასტურს რომ ჩვენ ნამდვილად სამართლებრივ სახელმწიფო გვაქვს. თუ შეიძლება მე დავიწყებ ამ შემთხვევაში ხო, როდესაც აი კიდე ერთხელ იმ რითიც დავასრულე რა, იმიტომ რომ ეს არის რაც ფაქტორულად აშიშვლებს მთლიანად აი ამ სახელმწიფო ნარატივს. როდესაც 2013 წლიდან უკვე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საუბარი იმაზე თუ როგორი წესიერი, კარგი, კეთილსინდისიერი მოსამართლეები ყავს და მთავარი სახე ამისი იყო ლევან მურუსიძე, აი იქ დამთავრდა მთლიანად სამართლებრივი სახელმწიფო და სასამართლო ხელისუფლება. როდესაც იმ 9 წლის პერიოდში მე, ჩემი მეგობრები, სხვები ვიბრძოდით აი იმ რეჟიმის წინააღმდეგ და აი გულწრფელად ვამბობ პათეტიკის ყველანაირი თქვა პათეტიკის გარეშე ხო აი წარმოიდგინეთ ყველაზე მძიმე შემთხვევა გირგვლიანის შემთხვევა ხო გულწრფელად ვამბობ მე აი დღესაც დედამისის ირინა ინუქიძეს ესე იგი ნატანჩი კივილის ხმა მესმის ყურში ხანდახან მათ შორის აი ამ აქციებზე როდესაც აი ამ სინდის პატიმრების შობლების ხმები მესმის ხოლმე და ეხლა წარმოიდგინეთ ვინ არის თავარი მოსამართლე ვინ არის ჩინჩალაძე არის თავარი მოსამართლე ხო მურუსიძე არის თავარი მოსამართლე და მთელი ეს მათი სასამართლო კლანი და ეხლა როგორი ბერკეტიც არ უნდა მოხსნა და წნეხიც არ უნდა მოხსნა ლევან მურუსიძე არის თუ არა დამნაშავე და თუ არის დამნაშავე მაშინ რატო არის ის თავისუფალი ხო და გარდა ამისა ქართული ოცნება ამ შემთხვევაში ნამდვილად გაცილებით უფრო სხარტ მეთოდს იყენებს ხო იმიტომ რომ ჰიბრიდული მოდელი ქვია ამას ხო რომ სადაც არსებობს პოლიტიკური მოტივი იქ სასამართლო არის აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. სადაც არ არსებობს პოლიტიკური მოტივი და პოლიტიკური ინტენციები, კი ბატონო, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, რომ თქვათ, რა ვიცი, როგორც უნდა ისე იხმოვანოს, მაგრამ სინდის პატიმრებთან დაკავშირებით, ხო, ჩვენ ხედავთ, რომ როგორ იქცეოდნენ ცრუმოწმეები, ხო, როგორ იქცეოდნენ მოსამართლეები, ხო, როდესაც, რა ვიცი, გადაწყვეტილებები, აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილებები, ერთ-ერთი არჩილ მუსელიანცის მაგალითად, მე ვახსენე, ხო, მეფარიშვილის და ოკრიბელაშვილის, ხო, რომლებმაც იმის, რა ქვია, რაღაცა რკინის ჟარგონულად ვიტყვი, ჟეშტის დაზიანებისთვის, 400 ლარიანი ჟეშტის დაზიანებისთვის ადამიანს რამდენიმე წელი მიუსაჯეს. როდესაც არანაირი მტკიცებულება, თქვათ, არ არსებობს არც ერთი, თქვათ, ამ ადამიანის საქმეში და წლობით პატიმრობა მიუსაჯეს. აი ხა ჩვენ როცა ვსაუბრობთ მეგი დიასამიძის პროცესი მიდის, ვისთანაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს კახა კალაძის ბანერზე წარწერისთვის. ანუ აქ საერთოდ რაზე არის ლაპარაკი მე მგონია რომ მე მართლა გულწრფელად მეგონა რომ ამაზე მაინც გვექნებოდა შეთანხმება რომ თეორიულად არ შეიძლება და არც პრაქტიკულად რომ ლევან მურუსიძეს სასამართლო იყოს რამენაირად სამართლებრივი ხო და ისევ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ აი ამაზე თუ მიპასუხებთ ხო რომ როგორ გადმოიბარა ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის სასამართლო და შემდეგ როგორ აკონტროლებს მას და რატო გააკეთა ეს ხო მარტივი არის სასამართლოს თუ შენ აკონტროლებ ცხადია ძალიან დიდი ძალაუფლების წილი გაქვს მე როგორც თქვი მე ზოგადად მინდა რომ ნებისმიერი ინსტიტუცია იყოს უკეთესი რაც შეეხება სასამართლოს ასევე შეგახსენებთ რომ წინა ჩემი გამოსვლისას მოვიყვანე რაც ის кейსები ის შემთხვევები რომელზეც თქვენ ამბობთ რომ აი კი სასამართლო რაღაც არაპოლიტიკურ საქმე განხილვების დროს არის თავისუფალი ანუ ყოველ შემთხვევაში არ არის ინტერესი რომ მასში ჩაერიონ მაგრამ პოლიტიკურში არის და მაშინ რატომ მოხდა ის რომ იგივე სტრასბურგის სასამართლომ მაგალითად აი ამ კონკრეტულ ჩამოთვლილ кейსებზე 2023 წელი მელია საქართველოს წინააღმდეგ რუსთავიორის საქმე სააკაშვილის საქართველოს წინააღმდეგ ომის საქმე რომელსაც რუსულ რეჟიმს ეძახით ხო რატომ მოხდა რომ მაგალითად ქართული ოცნება რომელსაც რუსული რეჟიმი ეწოდება სასამართლოში იგებს საქმეს რუსეთის წინააღმდეგ ანუ ეს მაინტერესებს და გავაგრძელებ რაც შეეხება მე რაც მაინტერესებს იმაზეც მიპასუხებ ლევან მურუსიძე, ჩინჩალაძე, გირგვლიანის საქმე, აი ეს კავშირები და ამაზე მე ვთქვი რომ არის ძალიან მძიმე გამოცდილებები და პოლიტიკური წნეხის მოხსნის შემთხვევაში შეიძლება ადამიანებმა რაღაცნაირად გააგრძელონ თავისუფლად არსებობა მე თქვენ ნაციონალური მოძრაობის სისხლიან პერიოდებში და თან ლევან მურუსიძე ჩემი პასუხი გაგეცით მე ვაგრძელებ შემდეგნაირად მე ვაგრძელებ ესეთნაირად მე მიკვირს
ერთ-ერთი. მე შეიძლება მესმოდეს თქვენი мотиваციის გულწრფელის რომ თქვა სასამართლოს აკრიტიკებდეთ, მართლა მესმოდეს. უბრალოდ მე მიკვირს ის რომ ანუ ეს ორკესტრირებული შეტევა სასამართლოზე რატომ არ ხდებოდა მაგალითად იგივე მათ შორის დასავლელი ჩვენი ვისაც ჩვენ როგორც თქვენ ამბობთ პროპაგანდით დაუძინებელ მეგობრებს ვეძახით რატომ არ ხდებოდა ეს 2018-19 წლამდე იმიტომ ხომ არა რომ მაშინ კოჰაბიტაციის შეიძლება იმიტომაც რომ მაშინ მიმდინარეობდა სასამართლოს რეფორმები რამდენიმე ტალღებად რომელშიც სხვადასხვა ხელისუფლება იზიარებდა იმ რეკომენდაციებს ანუ ხელისუფლება აღიარებდა და მიყვებოდა და თუ მიყვებოდა ხო და გეგმაზომი არა 2013 წელი ვახსენე როგორც კი ლევან მურუსი თქვენ მე არ ვამბობ თქვენზე ხო უშუალოდ ჩვენზე კი არა მე ვამბობ ერთი ერთზეული მაგალითად ნახეთ მე ვამბობ გავიგე ნახეთ გახსოვთ ხო კამპანია კი არა რა ვიცი გასაგები არა მე ვამბობ იმას რომ ინტენსიფიკაცია სასამართლოზე წნეხის მოხდა დასავლეთის მხრიდან და ეხლა ცხადია შეიძლება ვინც მანამდეც აკრიტიკებდა რაღაცნაირად მოხდა მათი დაკავშირება რა ან არ მოხდა უბრალოდ მე ვაკვირდები რომ რაღაცნაირად სასამართლო ინსტიტუტის ხელში ჩაგდება არის მნიშვნელოვანი 엘ემენტი იმისთვის რომ საქართველოს სუვერენიტეტზე დამყარდეს კონტროლი და აი ამის კიდევ ერთი მაგალითი გახლავთ ეს მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე რომელმაც 2022 წლის ივლისში თუ ზუსტად მახსოვს თქვა რომ და იყო კონკრეტული პარლამენტარის გალერის თუ ზუსტად მახსოვს ციტატა სადაც გამონათქვამი სადაც ის ამბობს რომ ძალიან მოკლედ რომ მოვიყვანოთ ეხლა არის გვარამია საქმე და იმედია რომ ეს არის ევროპარლამენტარი იმედია რომ მოსამართლეს აქვს შანსი რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება შემდგომ ამისა იგივე მოსამართლე ჩხიკვაძე ამბობს რომ მე დერეფანში შემხვდა ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტული წარმომადგენელი და შემდგომ ამისა ის იმ ტრენინგზე რომელზეც უნდა წასულიყო არ წავიდა აღარ ამერიკის შეერთებული შტატებმა, იმიტომ რომ გვარამიას საქმეზე გამოიტანა კონკრეტული დასკვნა. მე ვაპელირებ იმაზე, რომ ანუ რაღაც პერიოდი, ანუ 2018-19 წლამდე, მათ შორის ხო იყო ეს მურუსიძე, ხო იყო მათ შორის იქ, მაშინ რატომ არ ხდებოდა აპელირება კონკრეტულ მოსამართლეებზე? იგივე გარე ასე ვთქვათ ვინც იწონებდა ვინც იყო ჩართული ხელისუფლებასთან ერთად ამაზე და რატომ გახდა სასამართლო იმიტომ ხომ არა რომ მაგალითად როგორც მოხდა რუმინეთში ხო როდესაც მაგალითად მოიგო კონკრეტულმა ჯორჯესკუ იყო მე ხა საერთოდ არ ვიზიარებ შეიძლება იმას მაგრამ ვიღაცამ რომ მოიგო და იმიტომ რომ TikTok-ზე თუნდაც რუსული ჩარევარას ეხა საერთოდ ლიბერალების ის არის ყველაფერი რუსული ჩარევა და ტრამპიან მასკიან და სხვებიანად და რუმინეთის სასამართლომ გააუქმა ეს არჩევნები. იგივესთან ხო არა გვაქვს შემთხვევით საქმე რომ ხელში ჩაიგდოს გარე ძალამ ხო ამ შემთხვევაში ვინც არის დაინტერესებული ხა შეიძლება და ამისთვის ეს ადამიანები რომელსაც შეიძლება გულწრფელად უნდათ უკეთესი სასამართლო და ყველა გულწრფელ ადამიანს ცხადია უნდა უნდოდეს ნებისმიერი ინსტიტუცია თავისი ქვეყნის რომ იყოს უკეთესი მაგრამ აი მე თქვენ გეკითხებთ თქვენ უკეთესი არა როდესაც ინსტიტუცია აი კითხავთ მაშინ ხო აი კითხავთ ნახეთ თქვენთვის აი ეს შემთხვევა როდესაც არის შემთხვევა თქვენ მაგალითად გაგიკრიტიკებიათ ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი ან თლიათ დაიდავსო კითხვას და მიპასუხეთ მაშინ. ანუ ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი ან ის ხაზი გაგიკრიტიკებიათ ოდესმე როდესაც როდესაც ევროკავშირის ევროპარლამენტარები ეუბნებიან ქართულ მოსამართლეს ცუც კარგს ესეც ეს უკვე არის ქართული საქმე როდესაც ის გეუბნება რომ შენ ეხა მიიღე კონკრეტული გადაწყვეტილება და მე ამ და სხვათა შორის და იგივე გალერი მე ამას დაურთავ შემდეგ თქვენ ვიდეოებს ამას და შემდეგ იგივე გალერი იქვე აღნიშნავს ეს სხვათა შორის ნეტგაზეთში შეგვიძლია ამოვიკითხოთ იგივე გალერი აღნიშნავს რომ სააკაშვილი არის წამებული და ასე შემდეგ ანუ პოლიტიკური კონტექსტი დავასრულე ხო თქვენ საუბრობთ პოლიტიკური კონტექსტი რატომღაც ქართულ მოსახლეობას აფიქრებინებს რომ კი ჩემი სასამართლო რომელსაც მანამდე რაღაცაით US ამერიკა და სხვების რაღაცაით ამოდრო კი არის რთული გამოცდილებები ეხლა მაგრამ რაც ვიმუშაო და გამოვკეთდე და რაღაცაით უკეთესი იყოს ეხლა გახდა 2019 წელს ცუდი და მე დაიწყო შეტევა იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმიტომ რომ არის კონკრეტული გეგმა ეხლა თქვენ ამასაც ალბათ პროპაგანდას დაარქვეს რომ ყოფილიყო რაღაცნაირად ხელისუფლების შეცვლილება და ისგივე სცენარი რაც რუმინეთში განხორციელდა ეს გამეორებულიყო კიდევ ერთხელ ლაპარაკოთ პატარა ინფორმაციული ჩანართი არ მიიღოთ ოპონირებად რამდენჯერმე ახსენეთ 2019 წელი და იმანამდე რატო არ ხდებოდა მას კრიტიკა შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყოს რომ 2019 წელს შეიცვალა უზენაეს მოსამართლეთა არჩევის წესი
რომელთან დაკავშირებითაც იყო ძალიან ბევრი პრეტენზია და ასე ვთქვათ, იმის მერე უფრო და უფრო თუმცა ეს კონკრეტული მოსამართლეები არ ყოფილა იმის მერე ფაქტია რომ მე არ ვამბობ რომ კონკრეტული პირების მხრიდან არ ყოფილა საქართველოს აქტივისტები ჩვენ გვაქვს რაღაც აი ძალიან ესეთი აღრევა რა ერთი მხრივ თქვენ საუბრობთ რაღაც სუვერენიტეტზე და მეორე მხრივ მუდმივად საუბრობთ აი ამ გარე ძალებზე მე თქვენ გითხარით რომ 2013 წლიდან საზოგადოება და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აკრიტიკებდა ლევან მურუსიძეს და კლანის სასამართლოში დატოვებას, ხო? ეს იყო, არ ვიცი, შეიძლება არ გახსოვთ, თუ გნებავთ მეც დავურთავ, არ ვიცი, რას იმას რა ქვია, მტკიცებულება, ხო? მათ შორის ჩვენი, რა ვიცი, აქტიური წევრები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის ვისაც დღეს თქვენს და სხვაებიც აკრიტიკებენ, რომელიც ავანგარდში იყვნენ მაშინ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვინც მუშაობდნენ, ეს იქნებოდა SAIA, GCRT თუ სხვაები და სხვაები, ხო? შესაბამისად, ანუ აი როგორც ინდივიდი, როგორც მოქალაქე, ხო? მე ვთხოვ პასუხს ამ შემთხვევაში წლების მანძილზე ქართულ ოცნებას, რომელსაც აქვს ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე არასამართლიანი, არასამართლებრივი სასამართლო სისტემა, რომელიც პირდაპირ გადმოიბარა, ხო? და გარდა ამისა, кейსებს, რომელსაც სტრასბურგი ამბობს, რომ სწორი იყავი და არ დარღვეულა შენ პოლიტიკურ ოპონენტებთანო. აი ეს რატო არის ცუდი? შეიძლება მე მოგიყვანოთ რაღაცა კონკრეტული მაგალითები. რაღაცა, ეხა ეს მელიაზა სააკაშვილი? მაგალითები შეიძლება მოგიყვანოთ, რომ ჯერჯერობით მელია და სააკაშვილის მაგალითი ჩემ და რატომ მოკავთ, არ ვიცი, მაგრამ დავანებოთ პოლიტიკურ იმაზე აპელირებდით და ნახეთ, ხო, არა, მათ შორის არის პოლიტიკური кейსიო და ხო არის პოლიტიკური ისევე როგორც ვთქვათ კი ბატონო, მოკლედ მაგი ის არის მეორე საკითხი არის რა, მაგრამ აქედან გამომდინარე, ხო, ანუ აი ჩემთვის გაუგებარია, რომ თქვენ აი მუდმივად რაღაც ამ გარეძა, აი ლიბერალებს ახსენებთ დაკეთხარეს და მე როგორ ხარ რაღაც გარეძალები, გარეძალა ლიბერალური ევროკავშირია. მოქალაქეები საქართველოს საზოგადოებისთვის არის მიუღებელი დღევანდელი სასამართლო. ეგა თქვენი პოზიცია. პოზიცია არის. ფოტო-ვიდეო გადაღება, რატო აიგრძალა სასამართლოზე, ხო არ შეგიძლიათ მითხრათ, იგივე ლოგიკა ხო არ არის, რაც მაშინ იყო. მე 2007 ამერიკის შეერთებულ შტატებში რატო არ არის? ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაინტერესებს? მოყავთ ჩემთან მაგალითად. მე იმაქციებსხმულია სასამართლოს იმიტომ რომ ამ შედარებები უნდა ფოტო-ვიდეო გადაღებაზე ფოტო-ვიდეო გადაღება ნაციონალური მოძრაობის დროსაც იყო და გირგულიანის საქმის პერიოდში აკრძალეს მაშინაც და მოსამართლეებს ტელეფონებს აწვდიდნენ და ასე შემდეგ. იგივე ხომ არ მეორდება და ხომ არ თქვა აკრძალეს ეხლა იმიტომ რომ არ გააშუქონ ის უსამართლობა, როდესაც ცრუ მოწმეს ეუბნებიან რომ დაასახელეთ ის ადამიანიო, რომელზეც თქვენ ეხა საუბრობთო და აგერ მიყურებსო და ის ადამიანი საერთოდ არ იმყოფებოდა დარბაზში. ესეთი გვაქვს უამრავი შემთხვევა. ვიდეო ჩანაწერია სასამართლო პროცესში. არა, რატომ აიკრძალა მაშინ? აი ფოტო-ვიდეო გადაღება. იქნება ერთ შეკითხვა, რამდენადაც თავისუფალ რეჟიმში ვართ. ოთარ, თუ კითხულობთ ხოლმე მაგალითად თავის, კრიტიკულ პრესას მოდი ესე მოიხსენიებ. რამდენჯერ მიახსენა გოტამ ვის კრიტიკულ პრესას? ლიბერალების თუ მთავრობის კრიტიკას? ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლარიზაციის არის. ყველას აი, რას ნიშნავს ლიბერალები? ყველანი ლიბერალები არიან თქვენს გარდა, ხო? თუ როგორ არის? არა, ყველანი ლიბერალები არიან ჩვენს გარდა, არა, ლიბერალები იყვნენ მთელი იმის განმავლობაში ძლიერი ჯგუფი, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პრესას თუ კითხულობთ. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულს ან ვეცნობი, კი, ზოგადად ყველანაირი სახის აი ახსენათ რომ მოწმეების არაერთი მაგალითი თქვენ ახსენეთ და ეს კრიტიკული პრესა მე მაგითო ახსენე რომ იქ არაერთი ასეთი შემთხვევის შესახებ დაწერილა. ეს გაწუხებთ თუ არა თქვენ როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს გულშემატკივარს, რომ შესაძლოა ასეთ პრაქტიკას ჰქონდეს მასაჯულებაში ადგილი, რაც აზიანებს საბოლოოდ უკვე სასამართლოს შესახებ წარმოდგენებს. მე მგონია, რომ მე კონკრეტულ შემთხვევებს იმ დეტალებში არ ვიცნობ, რომ ახლა შემოვიდე ეს სიღრმისეულ დისკუსიებში, თუ ცხადი არის ესეთი შემთხვევა, რომელიც რამენაირად აკნიებს სამართლებრივ სახელმწიფოს იდეას, ჩემთვის ეს არ არის მისაღები, თუმცა არ არის მისაღები ასევე ისიც, რომ მაგალითად ადამიანი იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული და შემდგომ ამისა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აქტივობის და რევოლუციური აქტივობების მე არ მინდა რომ კიდევ ერთხელ ამ თემას ავწდეთ, ანუ რაღაც ერთმანეთსგან ძალიან განმიჯნული რამეა. არა, ხო და მე მაგას ვამბობ, რომ განმიჯნული არა, ერთიც ეხა ორი ხალხთან და მოდი ესე ვიტყვით, ხო? ნახეთ, არჩევნებს ითხოვდა და თან ანუ შეიძლება ეს თუ როგორ არის? ანუ მოთხოვნები საზოგადოების, ხო? ეს ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხო, ეს გაცხადებული იყო, მით უმეტეს აგერ ახსენეთ, რომ ჩემს გამოსვლებს უყურებდით და
გამოსვლებშიც ნახავდით არა მარტო ჩემი მთლიანად საზოგადოების, ხო? ეს იყო პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აი ეგ თქვენს იმ რევოლუციურ სცენარში და რევოლუციონერობაში რანაირად ჯდება, როცა საზოგადოება მშვიდობიანად ითხოვს სამართლიანი არჩევნების დანიშვნას. ხო და იმაში მდგომარეობს, ეს არის, ანუ ნახეთ, აი გეტყვით ზუსტად სამართლიან არჩევნებზე რა და მე კომენტარი ხო, რაში მდგომარეობს სამართლიან არჩევნებზე. ნახეთ 2020 წელს მე აქტიურად ვიყავი, ასე ვთქვათ, ვაკვირდებოდი ამ პროცესებს. 2020 წელს არჩევნების შედეგი არ აღიარა მაშინდელმა ოპოზიციამ და მთელი ეს შარლ-მიშელის ეპოპეა თქვენს გემახსოვრებათ მოყვა ეს. ჩემთვის როგორც ქართველისთვის ეს არის მიუღებელი. ასევე მახსოვს და ასევე ძალიან კარგად 2024 წლის ეგრეთ წოდებული გაჟონვას მელნის გაჟონვის ძალიან წარუმატებელი კამპანია და მე მგონია რომ პოლიტიკური კულტურის რო საუბრობ დეპოლარიზაციაზე მათ შორის ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს ის რომ აი რაღაცა რო არ მოგწონს აი აირჩია ხო ამ ხალხმა ეს ხელისუფლება და თქვენ ამბობთ რომ ხა რამდენი ანუ რა ხო და მივალ ხო მაგამდე ანუ და როგორ უკავშირდებაო თქვენ ამბობთ ეს დღევანდელი მას კი იმიტომ რომ თქვენ ანუ ეს პოლიტიკური კულტური იმ პოლიტიკური კულტურის ნაწილია რომელსაც მე ვებრძვი რომ არჩევნები ახალი დანიშნო რატო უნდა დანიშნო ახალი არჩევნები როდესაც იყო ანუ ხელახალი არჩევნები არის რევოლუცია არა ამბობ მაგას აი ვიტყვი ხელახალი არჩევნები არის იმ პოლიტიკური კულტურის ნაწილი რომელსაც მე ვებრძვი ეს პოლიტიკური კულტურა ამბობს იმას რომ ყველა ჯერზე როდესაც შენ არ მოგწონს არჩევნები ან გაყალბებულად მიიჩნევ ან რაღაცას მიიჩნევ ან რევოლუციის გზით ცდილობ ხას უსვა ან რევოლუციის გზით ცდილობ ან მზად ხარ მეორე დღისთვის ემზადები ან ამბობ რომ მე ამ არჩევნებს არ ვაღიარებ. ანუ აღიარების მექანიზმის დანერგვას თუ ხა და შენ პირობითად თქვენ შეგიძლიათ თქვა რომ აი რაღაცა X ფაქტორის გამო დაინიშნოს ახალი არჩევნები და ხა მაგ შემთხვევაში ჩემთვის ხა შეიძლება არ გეთანხმებოდეთ, მაგრამ ფორმა თქვენი ასე ვთქვათ მოთხოვნა შეიძლება გასაგები იყოს და არა იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ იმ რევოლუციურ კულტურას რაღაცნაირად ეხმიანებით ჩემი აზრით. ხო, ბოლომდე მაინც ვერ მივიღე პასუხი, ანუ საზოგადოება ერთი მხრივ არჩევნებს ითხოვდეს და ეს იყოს ბოდიში რა. ეს იყოს თქვა მთელი საზოგადოების მოთხოვნა ფართოდ გაცხადებული და თან მათ აბრალებდეთ რევოლუციონერობას და მეორე საკითხი, ხო, ანუ მეორე საკითხი ბოდიში დავასრულებ, ხო? კიდევ ერთხელ ანუ გითხარით, ხო, არჩევნების შემდგომ თუ თქვენ დააკვირდებოდით მასობრივად საზოგადოება როდის გამოვიდა როდის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ადამიანების ესე იგი სასტიკად ასობით ადამიანის სასტიკად დარბევის და ცემის შემდეგ და მხოლოდ ეს ფაქტი თქვენ არჩევნებს აბავთ ხოლმე და არჩევნებზე კიდევ ერთხელ ცალკე შეგვიძლია ვილაპარაკოთ და დიდი სიამოვნებით დავამტკიცებ რატო იყო ეს არჩევნები გაყალბებული მათ შორის მასწავლებლების მაგალითი მოვიყვანე მაგრამ ზუსტობა რომ დარბევის შემდეგ განცხადების შემდეგ გამოვიდა შემდეგ იყო მოლოტოვების სროლა შემდეგ იყო გაფრთხილება რომ არის სროლა და მერე იყო ასე ვთქვათ დაშლა ეს იყო ფაქტოლოგია თქვენ სხვანაირად თქვენი ფაქტოლოგია კი ბატონო თქვენი და ჩვენი ფაქტოლოგია სხვადასხვა არის ამაშიც თანხმდებით ხო რომ ეს თქვენი და ჩემი ფაქტების ახმა არის სხვა მაგრამ დავანებოთ თავი მაგას ანუ მე თქვენ გეუბნებით იმ ნაწილში რომ ჯერ იყო განცხადება შემდეგ იყო პროტესტი ოღონდ უკვე ფართო პროტესტი არ გულისხმობ ანამდე პარტიების მიერ გამართულს და ამას შემდეგ მოყვა დარბევა თუ ამას სხვა რაღაცა დაშლა მაშინაც იყო სროლები კულმინოტის მსგავსი თქვენ პირდაპირ აბავთ იმას რომ არჩევნების მოთხოვნას აბავთ თქვათ არჩევნების გაყალბებას ეს ერთი თემა არის და გასაგებია მაგრამ არჩევნების ხელახალი არჩევნების მოთხოვნის საფუძველი მათ შორის არის ადამიანების აი ესეთი სასტიკი და განგრძობითი ფორმით დარბევა, ცემა, დაპატიმრება, ანუ ეს უკვე და თვითონ კობახიძის განცხადებაც არის საფუძველი. დავანებოთ თავი 70% რო აეღო ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში ირაკლი კობახიძის განცხადება რომელიც უკვე კონსტიტუციურ ჩარჩოდან გადის და პირდაპირ ამბობს რომ მე ვარღვევ კონსტიტუციას და არ მაინტერესებს საზოგადოების ნება უკვე არის საკმარისი იმისთვის რომ შენ მოითხოვო ხელახალი არჩევნები და მათ შორის თქვათ აი ეს სასტიკი დარბევები ხო კონსტიტუციიდან გასვლაში რას გულისხმობთ ეგეც რომ მითხრათ განცხადება რაც გააკეთა ირაკლი განცხადება და კი რომ ჩვენ არ ვაინიცირებ და ხვალვე რომ მითხრას ევროკავშირმა რომ მიგიღებ შევალ ეგ არის კონსტიტუციის დარღვევა თქვენი აზრით რომ გულისხმობთ იმუხს რომელიც გულისხმობს ევროატლანტიკურ და ევროპულ კობახიძის განცხადება არის დიახ
არასთვის დარღვევა. რომ მაგა გადავავადებთ, ჩვენი არ დავაინიცირებთ, ეგრევე იყო 2022-ში ომის დროს, უკრაინის დროს და მე დაინიცირდა. ანუ რომელ ხელისუფლებამ რომელმაც 2 თუ 1 წლით ადრე ის ევროკავშირის სტატუსი მოიტანა და ყველაფერი ჩავერევით ხო და ძალით გვაჩუქეს. ხო, ჩავერევით მაბატი არა, მე ახსენი უბრალოდ. ანუ მეც ახსენი ის ლოგიკა რომ არა. ნახეთ თქვენ, ანუ მეთანხმებით, რომ თქვათ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არ არის მხოლოდ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებული. მოთხოვნა შეიძლება დადგეს იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად თქვათ გირგვლიანის შემთხვევაში მოთხოვნა, ანუ თვითონ გირგვლიანის შემთხვევა უკვე საკმარისი იყო ხელახალი არჩევნის მოთხოვნისთვის. იქ საპარლამენტო არჩევნები არაფერ შუაში არ არის, თუ საპრეზიდენტო არჩევნები, ხო? ანალოგიურად ის, რომ ადამიანებს მასობრივად გაუსწორდნენ და დაარბიეს, ეს საკმარისია, რომ შენ ხელახალი არჩევნები მოითხოვ და არაფერ შუაში არ არის აქ არც რადიკალიზმი და ასე შემდეგ. აი, უბრალოდ რადგან სულ გირგვლიანზე ვსაუბრობთ ხოლმე და აი ეს წამოღებული მაქვს, ეს არის იოსებ გორგაძე, მაგალითად. არ ვიცი თუ გეცნობათ ეს ადამიანი, ან ეს არის დავით გუჭეჭიანი, მეორე ადამიანი. 2025 წელს ეს ორივე ადამიანი არის სასტიკად ნაწამები პენიტენციურ დაწესებულებაში და ორივე სასტიკად ამაზე შესაბამისად არ ვიცი, მაგრამ შემიძლია იგივე მოვყავთ პოლიციელის ამომწვარი, ანუ ვინ იწყებს აქ არის თავი, ანუ თქვენ ამბობთ რომ ანუ დაიწყეს პოლიციამ უბრალოდ დაიშალეთ, ნუ არბევთ და მე პოლიცია მიიღო დაშლის ბრძანება. იოსებ გორგაძის შემთხვევა, ცალკეულ შემთხვევაზე საუბრობ, რომელსაც მე არ ვიცნობ. ხო და არა, მე ამ ცალკეულ შემთხვევაზე გეუბნებით რომ სრულად თავი დავანებოთ საპარლამენტო არჩევნებს, აი ეს ცალკეული შემთხვევა ჩემთვის და მოქალაქეებისთვის არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მოვითხოვოთ ცვლილება ქართული ოცნების რეჟიმის და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. აი მარტო ეს შემთხვევა არის საკმარისი. რასაც ამბობთ, მე წეგან ანუ პოზიციების ასე ვთქვათ გაგებაზე იყო საუბარი და მე ვთქვი რომ ჩემთვის გასაგებია რომ შეიძლება რაღაცის გამო, რასაც შეიძლება მე არ ვიცნობ ან არ ვეთანხმებოდე რომ ვიცნობდე, იმის გამო ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია რაც უნდა ის მოითხოვოს, მაგრამ ჩემთვის ის პოლიტიკური კულტურა რომ აი ჩვენ ახლა გაყალბდა და ახლა რევოლუცია და რაღაცა ჩემთვის ეს არის მიუღებელი პირველ რიგში. სხვა მხრივ დავასრულეთ ეს 20 ბლოკი, მაბატეთ, მე ვფიქრობ რომ კიდევ უნდა გავაგზავნოთ ეს დისკუსია თქვენ თუ არ ხართ წინააღმდეგი, დამატებით შეკითხვებით ჩემოვა. უბრალოდ მანამდე ერთი რაღაც ასე ვთქვათ პატარა კომენტარს გავაკეთებ, რაღაც მომენტში თქვით რომ ორი-ერთი წინააღმდეგო ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამ დებატების საყვანას, რომ რომელიმე მხარეს ეს განცდა არ დაუტოვო, წუხარ თუ ესეთი განცდა გქონდათ, მაგრამ ამავდროულად უარს ვერ ვიტყვი ჩემს ფუნქციაზე აუდიტორია თან რომ დავაზუსტო გარკვეული ასე ვთქვათ მაშინ უბრალოდ უნისონში იყო და მაგვიგულისხმეთ რომ შეგიძლიათ კრიტიკული კითხვები დასვათ არა თუმცა ვიმეორებ ახლაც რომ არსებობს და ამას საკუთარ მოსაზრებას ამბობ საქართველოს როგორც 1921 წლის ასევე 95 წელს მიღებულ ასე ვთქვათ კონსტიტუციის ორივე რედაქციაში წერია რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლება არის პოლიტიკური აზრის გამოხატვა ამ ეპიზოდს შეეხებოდა ჩემი კომენტარი როდესაც თქვენ თქვით რომ არ არსებობს მიჯნა პოლიტიკურ მოსაზრებას გამოხატვასა და რევოლუციურ ქმედებებს შორის და შესაძლოა სწორედ აი ამ მიჯნის მოწევა კონსტიტუციაში ამბობთ წერია რომ დაცული არის ადამიანის უფლება გამოხატოს პოლიტიკური მოსაზრებები შემზღუდველი ნორმები არ არის და ხადია იქ არსებობს მიჯნა შენ რომ მაგალითად პულიმიოტებს დაუწყე პოლიციის როლს და პოლიციის შესახებ კანონიც არსებობს მათ შორის რომელიც პოლიციას აძლევს უფლებას რომ როდესაც სახელმწიფო იმაზე არის შტურმი დემონსტრანტები დაშალოს სხვადასხვა გზით და სხვათა შორის ვიდეო პოლიციის კანონის გადაღებები გვაჩვენა სხვათა შორის იგივე დასავლეთში არის ძალიან ბევრად უფრო დაბალი ყაიდის და ჩემი სამართლიანი მოთხოვნის ხელფასებზე და ასე შემდეგ და მაგალითად კოვიდ რეგულაციებზე იგივე ნიდერლანდებში, ბელგიაში, საფრანგეთში, მარსელში, პარიზში ამების ვიდეოებსაც მოგაწვით თუ გაინტერესებთ არის მართლა აი არა ის რომ თქვა პირობით ვიღაცა რევოლუციურ სცენარზე და მთელი ეს წინა ისტორია იყოს მე არ ვიცი შეიძლება თქვენ არ გინდათ ეს რევოლუციის სცენარი მაგრამ ვიღაცეები და ამას პულიმიოტით ისვრიან და მოლოტოვს ისვრის და მე პოლიცია ეუნება რომ დაიშალე და მე რო ხდება ამ ბრძანების შესრულება მე საერთოდ არ მიხარია რომ ქართველს ან მოლოტოვს ესოდეს ან ესეთი რაღაცა ხდებოდეს როგორც ცალკე აგებოს მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტია სხვა არის და ამ ევროპის ეგიდით რო ხდება ეს და იმ ევროპაში რომ ესეთი ევროპაში რომ დავასრულე ხო ევროპაში
მათ შორის ჰოლანდია ხო არის ხა ლიბერალიზმის სამშობლო შეიძლება ესე ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში იქ როდესაც ხდება ესეთი რაღაცეები და ამ ევროკავშირის გამო ხდება ხო ასე ვთქვათ ეს ასე ვთქვათ ნებათაღელვა ხო რაღაცაზე თქო უნდა შევხედოთ რაღაცა საერთო სტანდარტებს ხო მაშინ მე კიდევ ერთხელ ვამბობ საერთოდ პიროვნულად საერთოდ არ არის ჩემთვის ეხლა რომ აი ვიღაცა პირობითად იქ ან პოლიციელი ან მომიტინგე იმის გამო რომ ვიღაცა გარეძალები აქ რევოლუციურ სცენარებს შვებიან ქართული რაღაცა ბარიკადის ორ მხარეს იდგეს. ჩემთვის ეს მიუღებელია. ჩემთვის ვთქვათ, აი ისევ ხო შეურაცხყოფელი არის ზოგადად საზოგადოების მხრიდან ეს დამოკიდებულება, რომ გარეძალები წარმართავენ. ხო, ანუ ეს დამოკიდებულება შეურაცხყოფელი არის იქიდან გამომდინარე, ანუ თქვენ საზოგადოებას რა დაღიქვავთ? ანუ ბოდიში რა დაღიქვავთ თქვენ საზოგადოებას, რომ ესე იგი საზოგადოებას საკმარისი კრიტიკული აზროვნება არ აქვს, საკმარისი განჯისუნარი არ აქვს, რომ თვითონ მოითხოვოს მაგალითად ლევან მურუსიძის ცვლილება სასამართლო სისტემაში, ხო, მურუსიძის გამოვიდნენ და იქ ისროდნენ მაგას წლების მანძილზე 2013 წლიდან ჩვენ ლევან მურუსიძის დავასრულეთ, ხო, ანუ თქვენც ხო აზრს ვერ გამოვიტანთ მე რას ვამბობ, ხო? 2013 წლიდან, ხო, მათ შორის თქვათ ლევან მურუსიძის და აი ამ რაღაც სასამართლოს ცვლილებას ვითხოვდით. ისევე როგორც თქვათ აი ამ ადამიანების სასტიკ მოპყრობას. თქვენ ევროპის მაგალითები მოიყვანეთ და შეგიძლიათ თქვათ აი იმ მაგალითებში, აი ვიდეოს თუ გამოგზავნით, ხო? ბარემ ბოლომდე ჩაყევით და ნახეთ, აი იქ ჰოლანდიაში, საფრანგეთში, სადაც აი ესეთი სასტიკი ფორმით არბევენ, შემდეგ თქვათ პოლიციას რა პასუხი მოეთხოვება და აქ რა პასუხი მოეთხოვება. ასეულობით ადამიანი რო იყოს სასტიკად ნაწამები. აი თქვენ რაღაცეები მოძიებული გაქვთ, ხო? შეგიძლიათ თქვათ ერთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად პოლიციელი იყო აი ამ კონკრეტულ შემთხვევებზე ასეულობით ადამიანს სასტიკ წამებაზე არის საუბარი და ის სასტიკი წამების არა თუ კადრები არსებობს, ხო? სამედიცინო დასკვნები არსებობს, ხო? და ასე შემდეგ. ერთი პოლიციელი მაინც თუ იყო დასჯილი და ამაზე კობახიძეც ამბობს, რომ არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი არ არის სამართლობა მეტი არაფერი არ არის და ამიტომ საზოგადოებას არავითარი გარე ძალების ჩარევით საზოგადოებას აქვს ადეკვატური ძალიან გადავწყვეტ ხედავს ძალადობას და როცა პოლიციელი არ არის დასჯილი. დიდი მადლობა ორივეს და გადავდივართ უკვე ცოტა უნდა ის ვქნათ დიდხანს არ დავღალოთ ჩვენი აუდიტორია ამაზეც ვიფიქროთ. მოდი გადავიდეთ უკვე ჩვენი დებატების მესამე და ამ შემთხვევაში უკვე დასკვნით ბლოკზე ეს არის კითხვა ოპონენტს. ჩვენი პირობა არის ასეთი რომ გაძლევთ 5 წუთს იმისთვის რომ თქვენს მოწინააღმდეგეს დაუსვათ შეკითხვა და ამ 5 წუთში ჩამოაყალიბეთ კიდეც აზრი და თავად განსაზღვრეთ რა დროს დაუთმობთ შეკითხვის ფორმულირებას და რა დროს დაუთმობთ მას პასუხისთვის. კოტა შეგიძლიათ დაიწყოთ ოთართან თუ გაქვთ შეკითხვა წამოღებული და შემდეგ კოტა პირიქითაც არ მაქვს შეკითხვა წამოღებული, მაგრამ თავარი კითხვები რაც მქონდა, რაზეც ნუ ესე მე ვთვლი რომ თქვა თქვენ პასუხს არიდეთ თავი, ეს ეხებოდა სასამართლო სისტემას და უსამართლობას აი ამ სასამართლო სისტემაში, როდესაც თქვათ უბრალოდ შეუძლებელი არის, რომ კლანურმა სასამართლო სისტემამ რაიმე სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს. მეორე შეკითხვა, რომ როდესაც თქვათ აი მიზეზშედეგობრივ კავშირებზე როცა საუბრობთ, ხო, როდესაც თქვათ ასეულობით ადამიანი, აი ხედავთ ფაქტს კონკრეტულს, ხო, რომ ადამიანი გდია, პოლიციელი მიდის, ფეხს ურტყავს, უსწორდება, ხო? ის ადამიანი დასჯილი არის. სახელებით და გვარებით ვიცით, მაგალითად, ეგრედე წოდებული ტიტუშკები თუ გნებავთ სხვა ფორმით მოიხსენიეთ. ეს სულ არ არის ჩემი ინტერესის საგანი, მედიის წარმომადგენლებს როგორ უსწორდებიან, გმირთა მოედანზე აქტივისტებს როგორ უსწორდებიან, სახელებით და გვარებით ვიცით. დაუსჯელობის სინდრომი არ ის ხო ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები არც ერთი არ არის დასჯილი და ამ დროს დღეს ეხლა მეგიდ იასამიძის სასამართლო მიდის, იქ რაღაცა წარწერა გააკეთა და იმაზე სილა გააწნა იმ დგებუაძეს შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან აბსოლუტურად ამას იმსახურებდა, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ამაზე არ უნდა დადგეს და თურმე ეს ადამიანი არის დღეს დაპატიმრებული და აი როცა ამას ხედავთ, ამაზე თქვენ არათუ რა რეაგირება გაქვთ, რას ფიქრობთ? ანუ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, მაგალითად, რომ არც ერთი დასჯილი პოლიციელი, არც ერთი დასჯილი ტიტუშკა პირიქით მეტიც ახალისებული არის, ხო? ხელისუფლების მხრიდან ეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს ხო შეუძლებელი არის, რომ რაღაცა ერთ დროს ეს ჯგუფებად გამოდიან ადამიანს სახლებთან უსწორდებიან, ცემენ და ასე შემდეგ და იგივე პოლარიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, ხო, ეს სისხლიანი ბანერები რო გაჩნდა, ხო, ანუ და ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე როცა ლაპარაკობს ხელისუფლებას, მე შეგახსენებთ, რომ იგივე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების
სახლების წინ ეს წარწერები, რაღაცა აგენტები, უსამშობლოები, ეს რაღაცა მარაზმი მართლა და იმათ არ ყავთ შვილები თუ ასე შემდეგ. და იგივე სინდის პატიმრებთან მიმართებით, ხო, როცა ჩვენ ხედავთ ფაქტი სახეზე, ხო, რომ სრუ მოწმე ადამიანი მოდის და პირდაპირ ესე იგი ვერაფერს ვერ ამბობს, ხო, და ანუ რატო ამათი დასჯა არ ხდება მაშინ, როდესაც თქვათ აი ესე და იგივე აი სამი ადამიანი რომლებიც ერთ კითხვაზე მეტი გამოდის ხო უფრო ის არის ზოგადი კითხვა არის ხო რომ აი კი ბატონო ერთი სიტყვით ვიყო დაუჟელობის სინდრომი ხო დაუჟელობის სინდრომი და ამაზე რა სიტყვით 2 წუთი ნახევარი გაქვთ ესე და გიტოვოთ დრო თავდაპირველად თქვენ თქვით აი ეს აგენტების და ასე შემდეგ წოდება მე ვამბობ იმას ყოველთვის ან როდესაც რაღაცა ტიპის მორალურ პოზიციას ვირჩევთ ვინ იწყებს აი ამ მანკიერ წრეს ხო ჩემი აზრით ეს არ ყოფილა ქართული საზოგადოება ეს იყო ის ჯგუფები მე ამას უწოდებ თქვენ არ ვიცი ამ ტერმინით რა წყრალად თუ ხართ არ ვიცი ეს ლიბერალურ ჯგუფებს ასაც ვეძახით რომლებიც პოლიტიკურ უკულტურობას ყველა განსხვავებული აზრისთვის რუსეთის წოდებას მათ შორის არა იქ მთავრობა რომელსაც ეს საზოგადოება ირჩევს განსხვავებულ აზრს რომელიც შეიძლება სულ არ უყვარდეს რუსეთი და ასე შემდეგ და იმის გამო რომ ნებისმიერ რაღაცეების რუსული კანონად მონათვლას რაღაცეების აი ამ ყველაფერზე და თან პლუს ამას წლების განმავლობაში იყო დაუჟელობის სინდრომი ამ წლების განმავლობაში და ეს მოსახლეობაში გროვდება მუხტი რომელიც გროვდება აგრესია ხო და მე თქვენ რომ იმის მიუხედავად როდესაც თქვენ საუბრობთ რომ ესეთი მე არ ვამბობ რომ ეხლა შეიძლება ყველაფერი კარგად არ მოხდარიყო და მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ არ მიხარია ხო ეხლა ქართველს რომ ესე ასე ვთქვათ ესეთ ბარიკადების ორ მხარეზე დგება მაგრამ ის ფაქტი რომ აქეთ ამ მხარემ ამოწია ეს რაღაც დააგროვა აგრესიის ტალღა რომელზეც მე რა ქვია სახელმწიფომ და რომელიც გვირგვინის უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალება ჩემი აზრით და ამაზეც მაქვს მე ფაქტოლოგიის თელი წება და ლოგიკურია რომ შენ მე ვიღაც ამასთან ეხა გასაგებია რომ იქ მე ჩხუბში მოზომილი ვინახა ხო სამწუხაროდ მაგრამ ის რომ შენ იწყებ თან ამას თან ეხა რო ვიცი რომ ოტპორი ის რა ქვია თუ შეიძლება დავამთავრე ხო ჩემი დროა და მე თუ ჩაკითხვის უფლებას მიცევ კანვასი ასე შემდეგ ესენი მოდიან და თვითონ უტარებდნენ აგე სასტუმრო იბისიში უტარებდნენ ტრენინგებს რომ ეხა თქვენ რევოლუცია იქ ეგვიპტე მოლდოვა ეს ანუ ესენი რო იცი სახელმწიფომ და დაუჟელობის იგივე პოლიციას რო აყრიან რა ქვია ქვილს უაყრიან კონკრეტული აქტივისტები რომლებიც იმ ავანგარდში იდგნენ ხო არ ვიცი მე ვერ მივხვდით სიმართლე გითხრათ აი გუწვია თქვენ ემიჯნებით ამ ხალხს თუ არ ემიჯნებთ აი ნანუკას პირობით და ნაცებს ვინც იგდგანან მე მართლა ვერ გავიგე ჩემი დრო მექნება და ანუ მე ამას ვამბობ რომ ანუ ეს ყველაფერი არის სამწუხაროდ რომ მაგაზე გიბახო ბევრჯერ დასვდეთ ხო სამწუხარო ის არის გამიჯნა როგორც ჩანს ძალიან პრინციპული არის ძალიან მოკლედ აი ძალიან მაგაზე არა ძალიან მოკლედ დავამთავრებ ანუ ეს არის სამწუხარო და ლოგიკური გაგრძელება იმ ბოღმის და იმ ასე ვთქვათ იმ უსამართლობის ასაც ლიბერალური ჯგუფები თესავდნენ და მათ შორის ამ დათესვის ერთ-ერთი ასე ვთქვათ რაღაცა ზენიტი უნდა ყოფილიყო რევოლუცია რომელიც არ გამოვიდა საბედნიეროდ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ ძალიან არ გვინდა რომ რომელიმე შეხედულებების ჯგუფები დებატებში ასე რომ მარგინალიზაცია უბრალოდ ვაკრიტიკებ მარგინალიზაციას არგუმენტები მომყავს ძალიან მოკლედ ვპასუხეთ და მე კითხვა იქნება უკვე ოთარს თქვენთან ძალიან მოკლედ 30 წამი კითხვაზე ემიჯნებით თუ არა იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ემიჯნებით თუ არა ვინმეს პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩვენ დიდი ხანია გამიჯნულები ვართ შეიძლება თქვენ ამას ვერ ხედავდეთ მაგრამ რა ვიცი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავთ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, ჩვენი პოლიტიკა გვაქვს, ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, რასაც ვაყენებთ და მათ შორის თქვათ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშებს უყურებდით, იმ მოთხოვნებსაც თქვათ, რა ვიცი, მიადევნებდით, რაც მთელი არათუ საქართველოს, არამედ თქვათ ფაქტობრივად სოფლიოს გარშემო იციან ამ შეძახილების შინაარსი. ანუ ჩვენ შემოგვაქვს ეს შინაარსი ფართო წინააღმდეგობაში, ხო და ეს არის მთავარი, თორე ის რო თქვათ, კი ბატონო და დიდი მადლობა. შესაძლოა ამის მიზეზი ის იყოს, რომ ძალიან პერიფერიულად შეიძლება უყურებდეთ ერთმანეთის პოლიტიკურ აქტივობებს და ამდენი კითხვა ერთმანეთის მიმართ ამდენი ეჭვი ამიტომ გაქვთ და იმედია რომ ეს საუბრები ხელს შეუწყობს იმასაც რომ უფრო მეტად დაინახოთ ერთმანეთის შინაარსი საქმეც და ეს არ ვიცი შეიძლება ზოგიერთი ზღვარი წარმოსახვითიც კი იყოს რომელიც გვაქვს აქვთ მხარეებს ერთმანეთის მიმართ. ოთარ მოდი თქვენ გაძლევთ ახლა 5 წუთს და თავად განსაზღვრეთ რა დროს დაუთმობთ კითხვის ფორმულირებას და რა დროს დაუტოვებთ კოტას პასუხისთვის. ხო, ნუ
ვახსენეთ რომ ეს რაღაც თითქოს მე ახირება მქონდეს რომ რაღაც აი რევოლუციურ მის პოზიციონირება მაინტერესებდეს ოპონენტის ამ შემთხვევაში თქვათ მის ასე თქვათ მის ანუ რა ტიპის აფილაციებს ამყარებს ის აი ამ კონკრეტულ ჯგუფებთან მაგალითად მე ვიცი რადგან ხა თქვა 5 წუთი მაქვს მე ცოტა ჩემ გძლად ვიკითხავ ანუ მე ვიცი ის რომ იქ პროტესტი შეწყდა მას შემდეგ რაც იგივე პოლიციამ ამოიღო ის ასე ვთქვათ ის პიროტექნიკა კონკრეტული ჯგუფებიდან მე მგონი ხოშტარიას ოფისიდან და ამის შემდეგ როგორც თვითონ ამბობს ამ პროტესტმა მიიღო შედარებით ისეთი ხასიათი რომელიც არ მშვიდობიან რასაც ეძახიან მაგრამ მიიღო იმიტომ რომ ის იყო შეიარაღებული ორგანიზებული პროტესტი და მე მაინტერესებს აი მე მაგალითად თქვენ ერთ-ერთ ბლოგში თუ ცოტა წვეტები გაქვთ მაგრამ მაინც აი ესეთი რაღაც ამოვიკითხე და მე თან ესეც რომ დავაზუსტოთ რა თქვენ ამბობთ რადგან არ მოხდა რევოლუცია ახლა გავაკრიტიკებენ ან ჩვენ ან თქვენ ან სხვას რომ ვიღაცამ რამეში ხელი შეუშალა ეს სამწუხაროდ მუხჩაუხრელი მუშაობის გარეშე არ გამოდის ზოგიერთ შემთხვევაში ჭირდება წლები მე ვამბობ ამას კი მაგას ამბობთ მე მგონი დავით ერქვა აი ეს პირისპირ იჯექით ამასაც დაურთავ ცხადია ანუ ესეთი რაღაცა ხო ანუ მე კიდევ ერთხელ მაინტერესებს სად ანუ რატომ არ შეიძლება რომ თქვენ რაღაც პროტესტები არსებობს მე არ ვამბობ რო რა ქვია მე არ მინდა მართლა გულწრფელად პირობითად ავტორიტარულ ავტორიტარულ სახელმწიფოში ცხოვრება და ამიტომ გონია რომ არ ცხოვრობ თან ჩვენ განსხვავება ეს არის ანუ თქვენი აზრით სად გადის ასე ვთქვათ პროტესტის ან თქვენ ზღვარი ანუ და რატომ არ შეგიძლიათ რომ თქვენ მაგალითად გაემიჯნოთ და თქვათ აი რაღაცა პრობლემები გაქვს სასამართლოსთან X Y რაღაცები გასაგებია ხო მე არ ვამბობ რომ არ უნდა კონდეთ და არის აქტიურად უბრალოდ რატომ არ შეიძლება რომ რაღაცნაირად გაემიჯნოთ აი ამ რევოლუციურ პროცესებს და მე რა ვიცი თუ მეტყვით რომ არ არის რევოლუციურ პროცესები კიდე დავიწყე ფაქტოლოგიებზე აპელირებას უკვე სხვა ფორმატში ალბათ მაგრამ აი რატომ არ შეიძლება იგივე თქვენი ორგანიზაცია ვიცი რომ სოციალ-დემოკრატიულ იდეებს ასე ვთქვათ მიყვებით ხო თქვათ რომ აი მოდი აი ეს რაღაცნაირად აი რომელიც აი შელახულია ხო ხელისუფლების პროპაგანდით ფაქტოლოგით ესე ხო ნაცები მოლოტოვის სროლა ეს მთელი ოტპორები ესენი ამას მოდი გავემიჯნოთ და მოდი აი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ოცნების კრიტიკა და ეხლა მე არ უნდა უფასო პოლიტიკური რჩევა გამომივიდეს მაგრამ ეგრე უფრო ნაკლებად ასე ვთქვათ ნაკლებად გაშავებადები გახდეთ ანუ ამაზე არ გიფიქრია თქვენ ანუ რომ ანუ და მაინტერესებს აი ჩარნართი შეკითხვის სახით როგორ აფასებთ აი ამ ყოველივედან გამომდინარე მაიდნის პროცესს უკრაინაში თქვენი პოზიცია მაინტერესებს იმიტომ რომ რეალურად მომიჯნავე კითხვებია და თქვენც რაღაცნაირად ჩართული კითხვები გქონდათ 2 წუთი გაქვთ ხო არ ვიცი პირდაპირ საიდან დავიწყო ესე იგი ვაფასება იმ ზრუნვას რომ ჩვენ არ გავხდეთ გაშავებადები მთელ ამ პროცესში მე მგონია კი არა დარწმუნებული ვარ რომ ამ წინააღმდეგობაში პრინციპში ის განსხვავებები რაც ჩვენ ამ შემთხვევაში მოძრაობას ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს და ის ნიშა ის შინაარსი რაც აქვს აბსოლუტურად ნათელი არის და ცხადი არის ყველასათვის მაგრამ ის რაც იმ საზოგადოებასთან მრავალფეროვან საზოგადოებასთან რომელსაც მე ვაღიარებ მრავალფეროვნებას ამ საზოგადოების გვაქვს ეს არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა და შეუგუებლობა აი ამ ავტორიტარულ რეჟიმთან რასაც თქვენ არ აღიარებთ და რაც შეეხება გამიჯვნას ჩვენ არასდროს არ გავემიჯნებით მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ისევე როგორც არ გავემიჯნებით თქვა საზოგადოების რაღაცა იმ მრავალფეროვან ჯგუფებს ვინც არიან კიდევ ერთხელ ვამბობ იქ არიან კინოს თეატრის მასწავლებლები, პროფესორ მასწავლებლები, განათლების წარმომადგენლები, არ ვიცი თქვენ რა წარმოდგენა გაქვთ, ან რა წარმოდგენა გინდათ რომ დახატოთ იმ საზოგადოებას, მაგრამ ხალხი არის რეპრესიის და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. გასაგებია თქვენ გინდათ რომ ეს ხალხი მონათლოთ რაღაცა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად, მაშინ როდესაც ფაქტობრივად 50% თუ მეტი არა ქართული ოცნების ნაციონალური მოძრაობის წევრებით შედგებიან,
მაგალითად შსს მინისტრი გელა გელაძე არის მთელი თავისი ისტორიით და ბიოგრაფიით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და იყო, რა ვიცი, დიმიტრი შაშკინის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი, იყო მერაბიშვილის კოდუას ყველასთან მსახურობდა ეს ადამიანი და უცბად მოგვენდლან შსს მინისტრად. ამიტომ მე მას უფრო გავემიჯნები, ვიდრე ვთქვათ, ჩემ ხალხს უფრო გავემიჯნებოდე. ამიტომ დიდი მადლობა ამ კეთილი რჩევებისთვის, მაგრამ ჩემთვის ხო, აი როგორც ვთქვათ, თქვენთვის არის რაღაცები უკიდურესად მიუღებელი. ეს მაინც რევოლუციურ პროცესებს ემიჯნები თუ არა, იმ ხალხს არ, მაგრამ რევოლუციურ პროცესებს ძალიან კარგად ისა გითხარით ხო, რომ ანუ საზოგადოება, რომელიც თვეებია, ფაქტობრივად 1 წელია ითხოვს სინდის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშნვას, ძალიან რთულია, აი ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ თქვენ ამას დაარქვათ რევოლუციური პროცესი. აზროვნებაში რევოლუცია, კი ბატონო, აზროვნებაში რევოლუცია ჩვენ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა. დიდი მადლობა იმისთვის რომ უყურებთ 64-ს, დიდი მადლობა დებატების მონაწილეებს. ჩვენ საკმაოდ დიდი ჩანაწერი გამოგდის, ამიტომაც გვერდი აუარეთ აუდიტორიიდან შემოკითხულ შეკითხვებს. 3 კითხვის ავტორი იყო, თუმცა სამივეს მინდა უთხრა რომ მადლობა კითხვის გამოგზავნისთვის და ვფიქრობ რომ დებატებმა დაფარა ის საკითხები, რომელიც შეეხებოდა ჩვენი სტუმრების მიმართ გამოგზავნილ კითხვების შინაარს. დიდი მადლობა, არ ვიცი, რამდენად ამ შემთხვევაში შევძელით რომ ეს მაგიდა გამოგვეყენებინა იმისთვის რომ უფრო მეტად გაცნობოდით ახლოდან ერთმანეთის მოსაზრებებს და ძალიან გაგვიხარდება თუ კი რამე მაინც კვეთა არის თქვენს მოსაზრებებში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენი მთავარი კითხვა იყო, რომ თუ კი ჩვენ ვაღიარებთ პოლარიზაციას, ანუ პოლიტიკურ კრიზისს, მაშინ როგორ ვიპოვოთ საერთო ენა, საერთო პრობლემების გასამკლავებლად. დავტოვოთ ეს კითხვა ფიქრისთვისაც, გვიპასუხეთ ამაზე თქვენს აუდიტორიამ ჩვენს ჩანაწერის კომენტარებში და ბოლოს ერთს გავიტყვი, ახსენეთ არასამთავრობოები, ბევრჯერ იყო ნახსენები და ხშირად ახსენებს ხოლმე, მათ შორის იგივე შალო პაპუაშვილი, გიგაურს, ეკა გიგაურს, ღია წინადადებას ვაკეთებ აქედან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდ შედეგს არ გამოიღებს, მაგრამ დიდი სიამოვნებით დაუთმობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბარს დებატების ფორმატში, მათ შორის იმ კითხვის ირგვლივ გადააჭარბეს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათთვის განკუთვნილ ინსტიტუციურ როლს ოღონდ ამაგიდასთან ვიხილოთ, როგორც ბრალდების მხარე ამ შემთხვევაში, ანუ ქართული ოცნების ოფიციალური პირი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მოვიყვანოთ არასამთავრობო სექტორის აღმასრულებელი წარმომადგენლებიდანაც ამ დებატებში ვინმე. მადლობა, რამის თქვა თუ გინდათ მოკლე რეპლიკები და დავასრულოთ. მე ერთი ის მინდა რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დებატები ცხარე იყო, მე მივესალმები, რომ ესეთი საუბარი შედგა, იმის მიუხედავად, რომ ალბათ დიდი ნაწილი პოზიციებისა ჩვენ არ შევიცვალოთ, მაგრამ ალბათ რაღაცეებში მაინც რაღაცა ტიპის თანაკვეთები გვაქვს იმაში, რომ მაგალითად ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც მე მგონია რომ საქართველოს რაღაც საერთო მიგვაჩნია, თუმცა მეთოდებში ვარ ძალიან აცდენილი და იმ გაგებებში რითაც უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი. კი ბატონო. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად რაც აი ხელოვნურად არის ნაწარმოები, რომ ასეთ სადისკუსიო სივრცეები არ იყოს, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისათვის, აი თქვენ მათ შორის საერთოობაზე როცა ლაპარაკობთ, მათ შორის ამისათვის, რაც შეეხება იმას, რომ რაღაცა დაახლოების წერტილები უნდა იყოს, აი გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემთვის ორგანულად მიუღებელი არის პოსტივი, მისი რიტორიკა, მისი ენა, მისი პოლიტიკა, ამიტომ მე რთულად წარმომიდგენია რომ პირადად ჩემთან რაიმე დაახლოება ამასთან დაკავშირებით იყოს. ამიტომ ამასაც ძალიან პირდაპირ და ღიად და მკაცრად ვემიჯნებ. ეს ნაწილობრივ მეც ვთქვი, რომ ბევრ რაღაცაზე ჩვენ პოზიციაზე ვrჩებთ. არც არის ჩვენი მიზანი რომ მაინდა მოიცი პოვოთ ეს წერტილები, უბრალოდ გვაინტერესებს სხვა რიპოვეთ. დიდი მადლობა რომ ამდენ ხანს გვიყურეთ, კიდევ და კიდევ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დროებით.